საღამოშვიდობის ეთერში ბურთი და მოედანი დღეს პარასკევია საღამო და ვიკრიბებით ამ სტუდიაში. ვიკრიბებით იმისათვის რომ ვისაუბროთ ფეხბურთზე, ტრადიციული წამყვანები ბიძინა ბარათაშვილი, ლევან სალოქვაძე და ლაშა სილა გავავართ. თქვენთან ერთად და ასევე ხშირი სტუმრები გვეყოლებიან ყოფილი დიპლომატები. თუმცა არ ვიცი, ყოფილი დიპლომატები არსებობს თუ ისინი მთელი ცხოვრება დიპლომატებად რჩებიან. ალბათ რჩებიან. კარგი, დათო ჯავახიშვილი და გიორგი ჭოლაძე არიან ჩვენთან ერთად, კერძო სექტორში არიან ახლა ეს ბატონები და გვატემალის რესპუბლიკის საპატიო კონსულია გიორგი ჭოლაძე. და ოტელიერია ბატონი დავით. მოგესალმებით და მადლობა იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ მომეცა საშუალება ჩემი მეგობრის, დიდი ხნის მეგობრის ხილვის და აი ამ სიტუაციისთვის, რაც ყოველთვის თქვენთან სუფევს და აი ამ სიტყვისთვის. მადლობა და პროფესიონალიზმისთვის თავისთავად. დიდი მადლობა. კიდევ ერთი რამ აერთიანებთ ჩვენ სტუმრებს, რომ ისინი არიან ბრიტანული ფეხბურთის გულშემატკივრები, იქ კერძო თავიანთი კლუბები ყავთ, რომლებიც მაინდა-მაინც კარგ ურთიერთობაში ერთმანეთთან არ უნდა იყვნენ, მაგრამ ესენი მეგობრობენ. ხო, ეს დათო არც დიდი ხნის წინ ყავდა აქ სტუდიაში და გიორგი საკმაოდ დიდი პაუზა გამოვიდა, ახლა მოვიდა და პირველი რაც გიორგის აქ მოსასვლელი პირი არ ხო და თავის გუნდიდან გამოვიდა. ეხლა თავის გუნდიდან არც ეხლა არა აქ, მაგრამ როგორ არა, ეხლა ძალიან ოხია. დავით 6 გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგაში და თქვენ იქ არ ახართ და ჩვენ თუ დაუბრუნდებით იმას, რასაც ლევანი ამბობს, კი ბატონო, მაგრამ გახსოვს ლევან რამოდენიმე დღის წინ კვირის წინ პროფესორი დაგირეკე და მეგონი მეთქი ჩვენი შეხვედრის დრო დგება მეთქი და იცი რატო ბიძინა როგორ იყო? კარგი, მაშინ მოდი ბრიტანული ფეხბურთი დავიწყოთ და მერე გადავიდეთ ლიგაზე. თუ ნებას მოვცემთ, კი ბატონო. როდესაც მოხდა მწვრთნელის ცვლილება, მანჩესტერში. თქვა ხო რომ მანჩესტერ იუნაიტედის თავგადაკლული კომაგია 96 წლიდან. ხო, მე და დათოს დავამატებდი კიდე ის გვაერთიანებს, რომ ერთად მუშაობდით საქართველოს საელჩოში დიდ ბრიტანეთში, ლონდონში, რამოდენიმე წელი ერთად გავატარეთ, შესაბამისად იქ ქონდა კარგი თავგადასავლები. გვითამაშია კიდეც გვითამაშია ხშირად თამაშობდით ფეხბურთს. ხო და სანამ მოყვება მაყურებელმა რო იცოდეს დამირეკა თამაშებამდე და ქერიკის მოსვლაო ეს ისეთი რამე არისო, რომ აი ხა ნახე რა დაიწყებაო და უახლოეს დღეებშიო მეო მექნება უკვე მოსასვლელი მიზეზი თქვენთან და მე გამაფრთხილ ახლა შემოვიდა ეს მომიტანა რა ქვია საჩუქარი ამითი ხარახან გვატემალა ცნობილია რომით და რომი მივიღე მათ რა ქვია საჩუქრად და ამითი დაიამეო ეხლა შენი ყველა გუნდს გააგდებენ იქიდანო მე ამითი დაიამე იარები მითხარ ეს ხუმრობა იქით იყოს ბიძინა და რომ თუ გადახედავ ჩემპიონთა ლიგის პირველ 8 გუნდს ეხლა 8-დან 5 ხართ რა 5-ია ინგლისური და იქვე არის ნიუკასლი განსხვავებით ეხლა მე და დათო სხვა ჩემპიონატების ჩვენ ინგლისურ ფეხბურთს გულშემატკივრობთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმის გარდა რომ მანჩესტერს გულშემატკივრობ მე პირადად დათოსაც უყვარს მანჩესტერი ვიცი ჩვენ ინგლისურ ფეხბურთს გულშემატკივრობთ აი მე რომ ნახო რომ სტოკი ეთამაშება არ ვიცი ბარსელონას აუცილებლად სტოკს გულშემატკივრებ ან თუნდაც ლივერპული რომელიც ახლა თქვენ კარგად მოგიცნობთ თუ ეთამაშება აი ნახეთ უკვე განწყობის ამბავია სიტი თუ ეთამაშება რა სიტი თუ ეთამაშება ლივერპული არ არის განწყობის ამბავი ლივერპული თლად განწყობის ამბავი არ არის რა ყველაზე მეტად ეგზულდა სიტის მე პირადად სიტის აწვია ბრიტანულ კლუბად ალბათ სიტის ნაწილში ვარ მე პირადად ეგეთი განწყობი და ანუ რისი თქმა მინდა 5 გუნდი არის ინგლისში ხო ეს არის ფაქტი იქვე არის ნიუკასლი რომელიც მართლა ერთ ქულაში ხო მართლა ერთ ქულაში ყარაბაღს ხდება და ალბათ გაივლის კი ბატონო და რა ვიცი ხა თუნდაც PSG-სთან რა ფეხბურთით ითამაშა მის მერე ამას ალბათ მიუბრუნდებით ამ თამაშს გავარჩევთ ხო ხუჩას გასვლის შემდეგ მით უმეტეს ხა გუნდმა ხო შეინარჩუნა თავისი პოზიცია და მოქმედ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულს ეთამაშა ისეთ დონეზე, რომელსაც აბსოლუტურად გამართული ფეხბურთი, აბსოლუტურად თანმიმდევრული ისეთი მიზანმიმართული რეზულტატზე ორიენტირებული ფეხბურთი და მოხდა იქ, სადაც მოხდა. ანუ, ისევ ერთხელ შევაჯამოთ, ინგლისური გუნდები დღეს დომინირებენ. ჩემ და სამწუხაროდ არსენალი არის ყველაზე გამორჩეული, მაგრამ ვისურვებდი რომ იქ მანჩესტერი იყოს, რომ გავაგზელო შენი პატივი. ხო და ნახოთ აი ეს გამორჩეული გუნდი მანჩესტერს ხდებოდა ხა და გვაქვს ეს ფრაგმენტები. გუნდი თამაშობდა ჩემი გადმოსახედა ანტიფეხბურთს მოუჩევია. ასარჩევი და ალბათ სწორი გადაწყვეტილება იყო, მაინც კერიკი ახალი სისხლი შემოიყვანეს და აი ეს DNA, რას მანჩესტერს ჭირდებოდა, ის ემოცია, ის ლაღი ფეხბურთი, ის შორი ჩაწოდებები
ის გაქცევები რა იმას რასაც ყოველთვის მანჩესტერი თამაშობდა ეს მიიღო ამ გუნდმა. მოდით ახლა ვნახოთ უკვე რა იქნება ეს პირველი 3 თამაშითაც თლად არ შეიძლება ამის შეფასება, მაგრამ ფაქტი ხო ფაქტია, ხო? რეზულტატი რა არის? სიტის მოუგო, თან მაგრამ მოუგო. არსენალს ხო მოუგო და მოუგო და თლად ფერგი 타იმში ფულემს მოუგო და ისეთი ფეხბურთი მე დარწმუნებული ვარ, ხვალა ძალიან მაგარი თამაში იქნება. აი მე-5 თამაში უკვე ვესთემთან. ჩემი აზრით ხვალ რომ თამაში ხვალ არის, ხო? მე მგონი თუ ხვალ არის. იმაზე რთული თამაში იქნება გასვლა ლონდონში. მე ვარ ვესთემის სტადიონზე ნამყოფი. ბოლოს ვიყავი 2019-ში სექტემბერში იყო წავაგეთ ეგ თამაში და ნუ არ ვიცი საოცარი განწყობაა რა ამ გუნდის გულშემატკივრობა კიდე ნუ ცალკე სალაპარაკო ერთი გადაცემა შეიძლება დაუთმო ამას ხო და ძალიან რთული თამაში იქნება მაინც ვფიქრობ თან იმ მიწყობილ წარუმატებლობებზე რაც ვესტემს უნდა რაღაც სისხლი და რაღაც ორთქლება თუმცა მე მგონი მაინც კარგ დროს ხვდებით ახლა ვესტჰემს იმიტომ რომ ვესტჰემი განსხვავებით ახლა სხვა ინგლისური კლუბებიდან ახლა ყველაზე საუკეთესო დროს სხვათა შორის ბიძინა ძალიან ბევრი კომაგი მანჩესტერ იუნაიტედის ასე ვთქვათ აქამდე რომ არ აფიშირებდა ცოტა გაჩუმებულები იყო ახლა ძალიან ბევრი ხდება შეკრებები დაიწყეს ბარებში კაფეებში თავიდან და ეს ახალი ტალღა წამოვიდა და ჩავთოთ დათოც იცი რა საქმე რომ აი აბსოლუტურად შენი გიხარია თუ არა ეს მანჩესტერის დაბრუნება ნუ რასაკვირველია დაბრუნება ერთია და მეორე რა გამოჩნდა ისი სადმიდის გუნდი ანუ რაღაც ამ DNA-ს თუ რაღაცა ეს მომენტები დაბრუნდა გუნდი მიდის სწორი მიმართულებით იქნება ბუნებრივია რაღაცა ჩავარდნები მაგრამ ჯერსერი ამ კარიქს რაც ადრეც ხო იყო მოსული მე მგონი 100%-იან თუ რაღაცა ძალიან მაღალი შედეგია გრაც მოვიდა მე მგონი ყველაფერი მოიგო ხო თვითონაც იცი რა საკმაოდ ისე განსწავლულია და ეს დროც უქმად არ დაუხარჯავს მე მგონი მიდლსბროშიც იყო ადრე რაღაც ნუ მოკლედ იარა რა კლუბიდან კლუბში და ისწავლა კარგად და ეს მანჩესტერი მართლა მაგის სული და გულია თვითონ ფეხბურთელი მშვენიერი იყო და ეთყობა აზროვნებს რა. მე ხა ფეხბურთელი მშვენიერი იყო ასევე ჯერარდი, მაგრამ ის ეს მე მგონი რომ თან ის რუნი აიღე კაცო რა შორს მიდიხარ. კრიტიკოსები რა თვითონ აი რუნი ახსენეთ ხა მანჩესტერის ლეგენდები ვინც არიან ყოფილი, აკრიტიკებენ, ნუ ანუ ყოველთვის იძახიან აზრი მთავარი ის არის რომ ეს არის დროებითი ეს ეიფორია, ახალი მსვლელის ეფექტი რაღაც, მაგრამ გზელვადიანი აი თქვენაც ახსენეთ რომ გზელვადიანი პროექტი უნდა გაკეთდეს, ცოტა სკეპტიკურად უყურებენ ამას და თქვენას აბა რას ვფიქრობ, წეგან ზუსტად ვთქვი რომ ხა კერიკი რო გაუშვა, მე პირადად 5 თამაში მიჯრით რო წააგოს კერიკმა, მაინც კერიკის ხარეს ვიქნები, იმიტომ რომ ზუსტ მანჩესტერის გულშემატკივრობა ჩემი პირადი, ასე ვთქვათ, გამოცდილებიდან ბოლო კანტონას დროიდან მოყოლებული 30 წელია გულშემატკივრობ, ხო? და ეს არ არის რაღაცა რიგითი გულშემატკივრობა, იქ სიარული და გადამკვდარი კლუბის წევრობა და ანუ ცოტა სხვა გულის და სულის ჩადება, ამას სხვა ემოცია აქვს სახში ოჯახში, ცოტა ხიმილამდე მივდივართ ხოლმე რა მანჩესტერის თამაში რო იწყება, აბსოლუტურად გასუსულია ყველა, იქ ზედმეტად ჩემი წლინახევრიშვილიც კი, რომელიც უნდა იცის რომ და გოლს რო ვიტყვი და ისიც აწევს ხელს გოლს, იმიტომ ეს კიდე სხვა რაღაცა არაფერს შეიძლება ახალს განსაკუთრებულს არ ვაქვს, მაგრამ ესია. კერიკმა რომ მიჯრით თამაშები წააგოს, ნაგელს პირობითად ნაგელსმანის მსგავსი წვრთნელის მოყვანას ისევ კერიკი მირჩევენ, ან ფლეჩერი, არ ვიცი, უნდა იყოს მანჩესტერელი, მაგრამ დათომ სწორედ ახსენა წეგან. მანჩესტერელი არის კინიც. მაგრამ ბოდიში გამოგდა დეგენერატი ახლა ეგ რომ მოიყვანო ახლა წვრთნელად ხომ წარმოუდგენელია. ფეხბურთელიც თლათ დაალაგებული არ იყო, ხო? კარგი გაგებით, რა თქმა უნდა, სული და გული იყო და ღერძი იყო ახლა მანჩესტერი. ხასიათი არ ქონდა მანჩესტერში, ხასიათი გამოვლენა ერთია და თქვა ცნობილობაში მეორე აბსოლუტურად სხვათა შორის ამ ორი მზე მინდა მაინც კითხო რა ამ ორი მზეც და მაშინ რახან მანჩესტერში ვლაპარაკობთ ტენჰაგი აი ესე ძალიან მოკლედ ახლა იმიტომ რომ მაშინ უწავლოთ ახლა მე მასე მაგბეზბინდ მივალთ ამდენ რომ ვლაპარაკობთ მაგრამ აი ეს ორი თითქოს ძალიან წარმატებული მწვრთნელი ხო ახლა ის იქამდე მანჩესტერამდე ანუ მაშინ ლაპარაკობდნენ ბევრს ეს ინსტიტუციონალური რაღაცა მომენტები უფროა ვიდრე აბა იმას მწვრთნელობა ხარ დაავწდებოდა ახლა დაუშვათ გინდა იმ ტენჰაგს და გინდა თქვათ ამორი თუმცა ტენჰაგი მერე წავიდი იქაც გააგდეს იქია გააგდეს საათნახევარი არ იყო გამარჯვება უთხრა და ძალიან მარტო სათამაშო კომპონენტებით კი არ გააგდეს რაღაცა ფინანსური ტრანსფერების საკითხები არ მოეწონა და აქ ჩვენ საუბრობთ რომ ეხა აიაქსი ხო მართლა ხო
შემთხვევით არ არის ნათქვამი, რომ ნამუსი იყო ჩვენმა კოლეგამ თქვა იმ პერიოდში ევროპული სანახაობა იმ დროს დაკარგა ფეხბურთმა და აიაქსმა შემოიტანეს ლაღი ლამაზი თავში თან მოიგო და იმ ტოტენჰემთანაც ეხა ის რაღაც ძალიან უიღბლობა იყო, რომ თითქმის გასული იყო და გავარდა. მაგრამ აი ამ კაცმა ესე იგი იცოდა წვრთნელი არც თუ ისე მდიდარ და არც თუ ისე საუკეთესო ვარსკვლავებით დაკომპლექტებული აიაქსით შეძლო აალაპარაკა მთელი მსოფლიო და ამას ამბობს ბიზინა რომ მივიდა მანჩესტერში წვრთნელობა მაგას ხო არ დაავიწყდა, მაგრამ იქ ვერ მოიკიდა. იქ ისევე როგორც ამორიმი თამაშს არაგებდა სპორტში ყველას უგებდა მივიდა და ბოდიში და მე მგონი ყველაფერი ეს დაიწყო აი ფერგისონი რომ წავიდა აქედან რომელსაც სხვათა შორის ასევე აი მიჯრის წაგებები რო ახსენა რამდენჯერმე სანამ დიდ მანჩესტერს გააკეთა გაშვების ერთი თამაში აკლდა გაშვებამდე საერთოდ მანჩესტერი აბერდინიდან მოვიდა ვიცით კარგი აბერდინიდან და მე მგონი აი დევიდ მოიესი არ მოიყვანეს მაგ პერიოდში და ის იყო კარგი ევერტონის კერკეტი კაკალის თველი და ის არ იყო ჩემი აზრით თავიდანვე მანჩესტერის თავისთავად დღეს რაც დასტურდება კიდე ისევ ევერტონშია და ანუ არის ეგეთი კლუბის შეიძლება მარტო ევერტონის არ მაგრამ აი ამ სტილის სადაც იცის როგორი მოძრაობს რა აი ამორიმი და ტენჰაგი რატო ვერ ნაწილობრივ ამ კითხვას უკვე უპასუხა აი არიან ადამიანები მაგალითად ფეხბურთს რო გავცდეთ და ვილაპარაკოთ აი არ მინდა ხა პოლიტიკური კონტექსტი შემოვიტანო პოლიტიკოსი ვერ ხდები კარგი მენეჯერი ხო პოლიტიკოსი ხარ რაღაცა ლიდერული თვისებებით დაჯილდოვებული ადამიანი პარალელს თუ გავუვლეთ ფეხბურთზე მოიესი ახსენეთ წეგან მოიესი მოდით ფეხბურთელიდან დავიწყო ანტონი გახსოვთ ალბათ მანჩესტერის ფეხბურთელი ხო წავიდა ეგერი ბეტიში თამაშობს ხო ახლა მაგრამ მოდით მიზეზებსაც შევხედოთ იქ რატო ბეტიში თამაშობს და იმ დალოცულ თუ დაქცეულ ჩემპიონატში ახლა არ გეწყინოთ თქვენ გულშემატკივარი ხართ მაგ ჩემპიონატის ვიყავს ახლა ვის ეთამაშება აქ შეხედეთ ცხრილს ერთი თამაშის შემდეგ შეიძლება მანჩესტერი მე-9 ადგილზე ჩამოვიდეს და ნიუკასლი ავიდეს ჩემპიონთა ლიგის ზონაში პირობითად ერთი თამაში ორი თამაშის შემდეგ იმდენად ესე ვთქვათ ჭიდრო არის ეს იმიტომ რომ ერთი დონის და ძალიან მაგარი გუნდები ჩამოყალიბდა ჩემპიონატში რა ქვია ინგლისის პრემიერ ლიგაში ეს მე მაინც ვამბობ იმას რომ ამ DNA-ს და ამ ემოციას თუ ერთი წამით გვერდით გადავდებთ აქ არის მაინც დონის ამბავი რა არ მინდა რომ ცოტა წასულებზე ზოგადად ხო იცით რომ ან არაფერს ამბობენ ან სულს არ ამბობენ ხო ამორიმსაც ვერ დაუკარგავთ იმას ხა ამორიმის რო გადავხედოთ ბოლო წლების ტრანსფერებს ამორიმმა რაც გააკეთა სულ სამი ფეხბურთელი რო ჩამოვთვალოთ ბიუმო კუნია და ლამენსი აუ იცი ხა ბიუმო ეს არის ფაქტობრივად 9-ზე თამაშობს უკვე იმის ხელში კერიკის ხელში კუნია გამოდის და გოლს იტანს ხა 6 გოლი აქვს მე მგონი გატანილი 9 იმასაა გატანილი ანუ ამ ფეხბურთელებმა მის მიერ ნაყიდმა ფეხბურთელებმა რომელშიც ძველი გადაიხადეს რა თქმა უნდა მაგრამ ავით ეხაგმა ახარჯა 9 მილიარდი და ვინც მოიყვანა ყველა მალასიადან და მაზერაუი თუ ზირგზე თუ ვინც არის ავით ხა მოდი ვთქვათ ევერტონის დონის ფეხბურთელები უფრო არიან ესენი ვიდრე მანჩესტერის დიდი კლუბის სახელის ფეხბურთელები რა. თუმცა მე ვერ დაგეთანხმები რა ჩემპიონატში თამაშობს, იმიტომ რომ თუ ლიგის სტატისტიკას გადავხედოთ ან ევროპა ლიგის ის სევილია იყო და 18 ჯერ მოიგო ევროპა ლიგა. იქ კიდე რეალს იმდენჯერ აქვს ბრიტანულ კლუბებს შეიძლება ერთად არ ქონდეს მაგრამ ევროპულ ფეხბურთს თუ გადავდეთ, ბოდიში დათვა ეს მინდა რომ დავასრულო. ევროპული ჩემპიონატები გადავდოთ, ანუ ევროპის ლიგა და UEFA-ს თასი თუ რაც არის მოკლედ რა ევროპა ლიგა გადავდოთ ერთ წამით ჩვენ ლაპარაკობთ ეროვნულ ჩემპიონატებზე, ეროვნულ ლიგებზე. ხა როგორ შეიძლება რო ავიღოთ ინგლისის ჩემპიონატი აი ხუჩა რო აიღო კვარაცხელია თავის ფიზიკური მონაცემებით და ბარკოლა და ისა რა ქვია სამი ბარკოლა აიღო ერთად ხო დაახლოებით ეგ ვარიანტია ბარკოლები არიან იტალიის მაგ ბარკოლებმა და ხუჩამ ჩემპიონატის მოიგეს და ფაქტურად პრემიერ ლიგის ჩემპიონებიც გახდნენ იმიტომ რომ ეს ხო იმიტომ რომ უნდა ვიდეო კაი ახლა იქ ახართ ეს ხუთი გუნდი და შარშამფინალში სად იყო ბორმუთი და ისა რა ქვია შენი მანჩესტერი აი შაშა ბორმუთი რა ვინ შეხვდა პარის სენ-ჟერმენს ყველა ინგლისური გუნდი შეხვდა მაგ ბარკოლა იყო თუ ვიღაცამ არა ოფიციალური ჩემპიონი მაგ კონტექსტში არ მithქვავს ეს მე ვთქვი ხუჩას ფიზიკური მონაცემებით და შედარებით გაფრთხილი ბარკოლაში ჩემპიონატებზე შაშას არ იყავით ბიზნა ნახე პრემიერ იგივე ლიგა ფილოსოფია კიდე პრემიერ ლიგაში სხვა რაღაცა მე მაგალითად მინახავს
ხო. ერთი წელი ფერგუსონის დროს თუ ორი წელი იყო, მოხდა სასწაული მოხდა და ჩემპიონთა ლიგაზე ვერ მოხდა Manchester United. იყო ასეთი თუ გახსოვთ რა. და გაყავდა მეორე თუ მესამე გუნდი რა, საერთოდ, იმიტომ რომ მისთვის თავარი იმ დროსაც იყო პრემიერ ლიგის მოგება. ანუ ნომერი პირველი პრიორიტეტი ყოველთვის არის პრემიერ ლიგა. დღეს მაგალითად არასაც ვერ ვიტყვი რომელიმე სხვა ჩემპიონატზე რა, მათთვის ახლა ევროპული ფეხბურთი გაცილებით უფრო ის არის, იმიტომ რომ იქ სხვა შემოსავალია კიდე სხვა რაღაცეებზეა და ინგლისურ ფეხბურთს არც კლუბებს არც ეც არ უჭერს. ესე აღებული თუ შეადარებს სხვა ჩემპიონატებს კლუბს, იმას რა ქვია, ფული. მაგრამ აგერ იმაში ნიუკასლი გავიდა რომელ ადგილზეა თავის ჩემპიონატში, მეორე მხედველო შეხედო და როგორ თამაშობს ლიგაზე შეხედე. კი, მაგრამ ნახე უკვე ბოლო 10 წელი რო აიღო. ბოლო 10 წელი რო აიღო, ხო? მიუხედავად იმისა, რომ მეც ვაღიარებ, აბსოლუტურად მაგას არ ჩემ ის უნდა მტკიცება უნდა რომ ხო პრემიერ ლიგა ნომერი პირველი ჩემპიონატია ევროპაში და შესაბამისად მსოფლიოში სიძლიერით, საშუალო სიძლიერით. მაგაზე ხა ყველა დროს ნუ დავხარჯოთ, მაგრამ ბოლო 10 წელს რო გადახედო, ცოტა ემსგავსებოდა ჩემი გადმოსახედა, ემსგავსებოდა ცოტა გერმანიის ჩემპიონატს, იმიტომ რომ შენ კი ამბობ რომ ყველას უნდა პრემიერ ლიგის მოგება. იგივე მარტო სიტი 6-ჯერ მოიგო, ესა რა ქვია, 7 წელიწადში ჩემპიონატი და ასე ძალიან თუ გინდოდათ რაღაცა უნდა დაგწყობოდა სხვასაც, ხო რომ სადღაც ეგ მიზეზი რატომ იყო ხომიცია რა? იმიტომ რომ აღარ იყო ფერგუსონი და აღარ იყო ის Manchester-ის გუნდი და Manchester-ი და სხვა შენ ხო ამბობ რომ ლიგაში 20 გუნდია და თუ ასე ყველა უძლიერესი გუნდი მაგაში ჩამოვა ჩემპიონატზე თქვი როგორ ხდება? წლევანდელ ჩემპიონატს შეხედე. მინდა ერთი რაღაცა დავამატო. წელს არის ყველაზე მაღალი პროცენტულობა, როცა ახლა მთავარ კონკურენტთან ლა ლიგასთან ამ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფორმატში ინგლისელებმა საოცარი ანუ გავიდა ვერავინ მაშინ რა ქვია ხო ეხლა თუ იგივე მოხდა რაც მომხდარა და ისევ თქვათ რეალი გახდა რომელიც მიუხედავად უღრმეხა როგორ შეიძლება პატივს არცემდე რეალს ალბათ პირველი საერთოდ ფეხბურთი რეალია მაგრამ რეალსაც კი ეს ნაწილობრივ ეს თასები აქ აღებული რაღაცა პატარა გამართლებით არის. კი, ბუნებრივია. ხო, და იგივე Manchester City-სთან არაფერში არ ეწერა მისი გასვლა, მიუხედავად ჩემი რეალისადმი სიმპათიისა, ხო, ახლა იმარაკია. ეხლა უნდა მოიგონ ინგლისელებმა თუ იცი რა, ინგლისელებს იგივე ლოგიკით ხა მარტო ინგლისური გუნდები დარჩა მე და ნაკრებშიც ნახე, როცა მოსაგები, აი სხვები აკეთებენ, თქვა შექმნეს სისტემა, რაღაცა მიდიან ამ გზით და იგებენ მსოფლიო ჩემპიონატებს რა, თქვა გერმანია შექმნა, იტალია თავის დროზე. ინგლისი მიდის და მეოთხე ბედნიერება და რაინდობას აძლევენ, როცა ჩემი აზრით რაც ქონდა ისიც უნდა წაართვან იმის გულისთვის რაც გააკეთა, რომ ეგეთი გუნდი ფაქტიურად მუხრუჭებზე ათამაშა და მოგებული თამაშები შემოატრიალებინა, ხო? ეგეთი აღარ იქნება ეგეთი შანსი. გამართლება იმაშიც ვის ეთამაშებოდა. ფაქტიურად 2 თუ 3 ტურნირის სახში ითამაშა ისე გამოვიდა რა ყველა თამაში. და კიდე რაინდობას აძლევენ რა რაინდობას როგორ შეიძლება ნუ გადავედ მე მგონი აი ეს რეზუმირებაზე მეც არა ვარ ეხლა განსაკუთრებული იმისი რა ქვია ერთადერთი რაც გააკეთა იმ ხალხს რო არისალმებოდნენ მაგრამ აი ეს კლუბური დაპირისპირების ის მომენტი აღმოფხვრა როცა თქვა სულ ამბობენ ამ ინტერვიუებშიც იგივე ლამპარდი ჯერარდი ნევილი აი რო ხედავდიო, ხო, აი სასადილოში შემოდი, მინდოდა მომკვდარიყო რა, მინდოდა რომ აი ახლა ისე დაიმტრეს ამ ვარჯიშზე ვეღარ ადგესო. იმდენად აი ეს ის იყო რა ანტაგონისტური რაღაცა ეს მომენტი და ამან ეს აღმოფხვრა. სინამდვილეში პრემიერ ლიგის აღმავლობა და კარგ ჩემპიონატად ყოფნა მუდმივად ეს ჩვენ მხოლოდ გვახარებს, კამათის გამოვკამათობთ. ასევე Manchester United-ი, რომელიც გვაკლდა და აკლდა მთელ მსოფლიოს დიდ ევროპულ არენაზე, გვახარებს რომ ბრუნდება და თუ გაძლიერდება და იქნება ანგარიშგასაწევი ძალიან, იმიტომ ჩვენ ფეხბურთზე შეყვარებულ ხალხს ის ვარსკვლავები, ის გუნდები, რომლებიც ქმნიდნენ ისტორიას, ყოველთვის გვახსოვს და ვქომაგობთ თუ არა მას ამა თუ იმ პერიოდში მაინც გვიყვარს და მაგ გარეშე ფეხბურთი ვერ წარმოგვიდგენია და ასეთ რიცხვია Manchester-ი, ასეთ რიცხვია Liverpool-ი, ასეთია Arsenal-ი, რომელიც რაც არ უნდა ახლა ჩვენ სხვა ქვეყნებს და სხვა კლუბებს ვქომაგობდეთ, მისი წაუგებელი ჩემპიონობა ყოველთვის ყველას გვემოხსოვრება და ის ულამაზესი ფეხბურთი და ვენგერი ამდენი წელია წავიდა და აგერ ვენგერის წესს რატო არ იღებენ, აბა ვენგერმა ეს თქვა
დღემდე მოყვება, იმიტომ რომ იმ ხელა სიამოვნება გვაქვს იმ გუნდით მიღებული, რომ რა ვიცი. თან საიდან მოვიდა მაშინ იაპონიიდან ჩამოვიდა და ერთ რამეს გაუსვამ ხას ვენგერთან მიმართებაში იმ არსენალთან, რომ მე მას ვერ შევადარებ ახლა მანჩესტერ იუნაიტედს, იმიტომ რომ სწორედ სიამოვნებაზე უნდა გაამახვილო მან ყურადღება და ესთეტიკაზე, რომელიც ჰქონდა იმ არსენალს, თორე შედეგი რო აიღო ხა კი მოიგო ის ჩემპიონატი იმითი რა ქვია წაუგებელი, მაგრამ 25 წლის მანძილზე ორი ჩემპიონატის მოგება, ახლა დიდი ის რა ქვია საამაყო შედეგი ნახდა, მაგრამ ესთეტიკა ამერკი, იმიტომაც დავიწყე ამითი ლაპარაკი, რომ საოცარ ლამაზი ფეხბურთი იყო და იმასაც ვიტყვი რომ თლად ბრიტანული ფეხბურთი არ ეცნობა ახლა რასაც ამაშობ. მეორე მხრიდანაც რო შევხედოთ ახლა ვენგერის არსენალი და მაშინ ერთადერთი დაახლოებით ის ვარიანტია ახლა ტალახაძე რო იყო და ყველაფერს უწევდა ჰაერში და ეს სომხები საწოდავად რომ მისდევდნენ 2-3-ის მეორე მესამე ადგილზე რომ გადიოდა რა ბედნიერები არიან რომ ის წავიდა სპორტი და იმ დღეს საორჩო დარბაზში მივიდა ტალახაძე ალბათ იმათ გული წავიდა თუ არ ბრუნდება ეს კაცი ისევ რა ანუ იმათ გააუჩნდა ჩანსი რომ სწორი, აბსოლუტურად სწორი 25 წელიწადში რომ ერთს მოიგებ, ან ორს, ხო, ეს არ არის 25 თუ 30 წელი რო არის წვრთნელი და 15 აქედან ყოველ მეორე წელს რო იგებ და საშუალოდ რო გამოიყო და პირველი 6-7 წელი ფერგუსონი რა თქოს, ბოდიში გაწყვეტინებს, იმ სომეხზე რა თქოს გახსოვს? ტალახაძე იუდაზე მეტი ვერცხლია. ხოდა ხოდა როდესაც შენი კარიერის ამ წლების განმავლობაში ნახევარზე მეტი გაქვს მოგებული პრემიერ ლიგა ეს არის ძალიან მაგრო მაგრამ ფერგუსონის ნაირი მწვრთნელები ჩემი გადმოსახედა ნომერი პირველი იყო არის და აუცილებლად ასე იქნება მაგრამ იქ რამდენი ანჩელოტიც არ უნდა იყოს და რამდენი ტუხელიც და რა გვარია თქვენ სიტისის გვარდიოლაც არ უნდა იყოს ხო ну ეს კაცია რა ეს არის რა თავისი მთელი საათზე ხელის დარტყმით და რეგლის დაღეჭვით და თავისი რაღაცა იმ დროს როცა არანაირი ეხა ცხენებში უნდა კი ანუ წარმატებული კი არ არის ეს კაცი მარტო ეს არის სულ ვადარებ ხოლმე ხუჩა კვარაცხელიაზე მომყავს მაგალითი რომ ხუჩა არის ძალიან მაგარი ბიჭი შრომელი ძალიან დიდი ტალანტის მქონე ადამიანი, მაგრამ ღმერთს უყვარს. აი, არიან ადამიანები, რომ გამორჩეულად უყვარს ღმერთს და ასეთი იყო ფერგუსონი, ახლა მე მართლა შემიძლია ავწიო კვარაცხელიას შედარება ამაში, რომ გამორჩეულად უყვარს, რა გამორჩეულ ვარსკვლავზე არიან დაბადებული, იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი შრომობს, წვალობს კიდევაც, მაგრამ ასე გამართლება სიტყვა არ მიყვარს, გამართლება შენ თვითონ მქონი ამ გამართლებასაც რაღაცა იმაში, ხო, ფეხბურთში გამართლებები ხდება, მაგრამ ახლა ხვიჩა მართლა ბედნიერ ვარსკვლავზე გაჩენილი ადამიანი, რომელიც ამ თავის შრომასთან ერთად ესე გამორჩეულად, ლიდერულად გახდა ესეთი ტიპი. ასეთი იყო ზუსტად მწვრთნელობაში ის. ამიტომ არ გავომართლა ვენგერს რა. ვენგერი იყო ფერგუსონის ეპოქაში. ვენგერი ყოფილიყო ამორიმის ეპოქაში, ვენგერი იქნებოდა, რა თქმა უნდა, წეგან თქვენ რო თქვით, აი ეს განსხვავებები ზუსტად ეს არის. ამორიმი ბენფიკაში იყო მაგარი. ბენფიკაში იქ სადაც ეთამაშებოდა სპორტინგში სადაც მაქსიმუმ ბენფიკას ეთამაშებოდა თავის დონეზე ხო ამიტომ იყო წაუგებელი ტიპი და ეხლა ტენჰაგის არ იყოს ტენჰაგმა იქ შექმნა რაღაცა გააკეთა აიაქსში და კარგი რაღაც გააკეთა მაგრამ არ არის ეს ხალხი არ იყო მანჩესტერ იუნაიტედის ხარა მე მგონი აი იგივე აი ვეთანხმები იგივე მე მგონი ეს ხო არ არის რომ აი ამ რაღაცა საფეხბურთო კულტურული ბაბლის ტიპები იყვნენ ეგენი აიაქსის შესაბამისად ტენჰაგი და სპორტინგის რო გამოვიდნენ სხვა ასპარეზზე რაღაცა ხა ტენჰაგი დასაცინი დღემდე გახდა დასაცინი ფიგურა რომ ნუ ტენჰაგს რო ახსენებ უკვე არაფერი ხა გვახსოვს ეს აიაქსი კარგი მაგრამ ნუ დანარჩენი რაღაცა აბსოლუტურად გაინადგურა ეს რეპუტაცია და ესეც აი ჯიუტია იცი და არა ელასტიური ტიპია ეხა რასაც თამაშობდა ამას უყენებენ სულ ამ თავარ ბრალდებად რა რომ ეს რო არ გამოდის ნუ სადამდე უნდა აკეთო ხო აი ამ მიმართულებით ამორიმზე ვამბობ რა და ნუ არ გამოდის რა და არ გამოვიდა წავიდა და შესაბამისად ეს ხალხის რომელიც თქვათ აი ამ ინგლისურ ცნობიერებაში მაინც იგივე კობი მაინო და ისინი და დააბრუნა მოიყვანა და ისინიც უცებ ათამაშდნენ ეს აიხმარა იმას რომ ამორიმი აი თურმე რა კაია რომ მოვიცილეთ ეს მომენტი ბუნებრივია და ეს მომენტუმი არსებობს რომ ეხა წავიდა ეს გუნდი არიკი მოვიდა და რაღაცა ამ ეიფორიულ რაღაცა ტალღაზე მიდის ეს ყველაფერი იქნება ბუნებრივია რაღაცა მუხრუჭები, მაგრამ მე მგონი სწორი გადაწყვეტილება არა. მე ის კაცი მედარდება, ეხა თმა რო აქვს შესაჭრელი, თავარია სწორი თამაში კიდე მოიგონ, რომ
კაც 465 დღე თუ რაღაც თმა არ შეუჭრია საწყალი. და არც ხელა. ხო, აი კიდე კითხვა აი ფერგიუსონზე ხა რა თქმა უნდა კი მაგ თემაზე ფერგიუსონი გენიალური ადამიანი და პროფესიონალი მაგაზე არ ვდაობთ, მაგრამ აი რუხი კარდინალის როლს ხომ არ ასრულებს მანჩესტერში. დაუშვათ. იმიტომ რომ ხა არის მცველები, აი ჩვენ რო ვიძახით რომ ყოფილი მანჩესტერელი ფეხბურთელი, ფერგიუსონის ფეხბურთელი უცებ მოვა არანაირი თითქოს ისეთი გამოსtildeებით და უცებ აქ წარმატება. ეს იმაზე ხო არ არის იმის გავლენით ხო არ ხდება? აი თავისი ფეხბურთელი როა თავის მასწავლებელთან მიდის და რაღაცებს ეკ როგორც კრუიფი იყო ბარსელონაში კრუიფი და გვარდიოლა. მე ამაში მე ნახეთ მოდით შეფასებითი ნაწილი გავაკეთოთ სხვანაირად რუხი კარდინალობა რას ნიშნავს ჯერ აქ ხო ნუ რომ თქვათ რომ არ არის ამას არავინ არ დაიჯერებს ოღონდ რაში არის თავარი ეს არის რაში თქვენ თუ იმას ამბობთ რომ ფერგიუსონი დღეს ფორმაციაში მონაწილეობას იღებს მე დარწმუნებული რომ ეს ასე არ არის აი მე პირიქით გონია აი გეტყვით რატო თუ ასე არის მე ხო არ ვარ ახლა უზენაესი ჭეშმარიტება ის რა ქვია სიმართლის ხო დაუშვათ და ვწდები რომ ეს ასეა ამის დასანგრევა თუ ამ გლეიზერები თუ რაგვარი არიან გლეიზერი და ახალმა მფლობელმა მოიყვანა ამურიმი ტენჰაგი რომელიც ნაკლებად მოექცეოდა ფერგიუსონის გავლენის ქვეშ კერიკი გავიგე ხა კერიკი იმის გაზრდილე ბავშვი გაზარდა ხო და მესმის რომ სულშერიც მათ შორის ფლეჩერი ნებისმიერი ნისტელროი იმიტომ რომ ის ყურში ესმის უკან როზის კიდე ჩაესმის აქ იმის ხმა ამაში აი ზუსტად ცუც ვერ ხედავ მაგრამ თუ ფორმაციაში მონაწილეობს და მე არ მითქვა ცუდია დავასრულებ რის თქმა მინდა თუ იმიტომ მოიყვანეს ეს ორი სხვა ან მანამდე კიდე სხვა მწვრთნელები მოურინიოს მერწმუნეთ დიდი პატივისცემა აქვს იმისი სულ რაღაცა ერთმანეთს ვინოებს უგზავნით რაღაც ძალიან განსაკუთრებული პატივისცემა აქვს ფერგიუსონის მაგრამ მოურინიოს ის ვერ დაუჯდებოდა და ვერ ეტყოდა რომ შენესა თქვათ და დაშვება გავაკეთოთ რომ ცადეს და მოიყვანეს ესეთი ტიპის მწვრთნელები რომელიც ფლობელებმა გადაწყვიტეს რომ რუხი კარდინალი აღარ ყოფილიყო საოპერაციო დონეზე ვთქვა და სტრატეგიულ დონეზე იქ ჩაიზე შეხვედრა იქ ესე ჯობია ამას ვერ გააკეთე და თუ არა ის ახალი მწვრთნელი ამორიმი ცოტა ზედმეტად ჯიუტი ტიპი არის იმისაც აგერ დათომ სწორედ ახსენა აწვება რაღაცა თავის ტაქტიკას რომელიც ხედავ შედავლოცილო არ ამართლებს ხო რაღაცა უნდა შეცვალო ბიჭო სახში რო ცოლქმარი ჩხუბობს თუ და რაღაცა რო ვიღაცამ უნდა დათმოს ეგვარია რაღაცა ხო უნდა გააკეთო არა რო იმისათვის რო ცვლილება გამოიწვიო ამას არ აკეთებ. ესე იგი იმასაც არ უსმენ, ხო? როგორ შეიძლება რომ ამორიმის ნათამაშე ფეხბურთზე ჩვენ ვთქვათ რომ აქ იყო ფერგიუსონის გავლენა. ნეტა ყოფილიყო ფერგიუსონის გავლენა. ანუ მე ცუც და კარგს კი ავხატავ. იყო, იმიტომ შეექმნა პრობლემა. ვინც ვერ დალაგდა ფერგიუსონთან. როგორ კაცო მოიგო და ვიდა არ და მოიგო. მაგას არ ვიძახი. ეთამაშა და ვიდა მაურინიო მაგალითად, მაურინიო რო გაუშვეს, არ იყვნენ მართლები. და აი მიზეზი ალბათ იყო ისევ ამ ფერგიუსონთან, ანუ იკვეთება ჩანს. რამდენი წელი წინ იყო მაურინიო რო გაუშვეს? რა ვიცი ხა ამდენი 10 წელი ხო გავიდა. ან მე გეტყვი შედეგს. 8 წელი ხო გავიდა. მაურინიომ რა თქვა რო გაუშვეს რა? არ იყო 60 ამაზე უკეთეს შედეგის მიღწევა შეუძლებელია. ყველაზე ევროპის ლიგა და 90-ზე მეტი ქულა ქონდა და აიღო მეორე ადგილი. ანუ სტატისტიკაა ჩვეულებრივი რა. ამ ქულით წარმოუდგენელი იყო, ხო? ნებისმიერ სხვა წლებში ვიქნებოდიო, აი იმას ნახევარ წელიწადში უკვე ჩემპიონი. ანუ ამ რაოდენობის ქულებითო რა. ჩვეულებრივია ძალიან პრაქტიკულად ისაუბრა. და მე რომ მკითხოთ იმ მომენტში, მართალიყო, თუ გაშვება უნდათ, რაღაცა სხვა მომენტი უნდა მოეძებნა. ყველაზე წარმატებული და მიზეზი ალბათ წარმატებული მუშაობაა, ჩემი მიუხედავად სხვა დიდი გამარჯვებებისა, მე მგონი ის წელი იყო, იმიტომ რომ ის რაც გავაკეთე იმ მანჩესტერში მაქსიმუმი. და იმიტომ კითხეთ, წეგა, რამდენი წლის წინ იყო ეს ამბავი ეს იყო დაახლოებით 8 წლის წინ. ხო, ფერგიუსონის ასაკის გათვალისწინებით მე რა ვიცი, ცოლმა ისაუბრა სანამ გარდაიცვალა ამ ქალბატონმა, რომ ერთ დღეს სახში მოვიდაო და ეს რამოდენიმე წლის 5-6 წლის წინ იყო რა, მოურინიოს შემდეგ უკვე. რომ დაეწყო ეს რა დაავადება დემენცია რომ ავიწყდებათ რა და მეეო რომ მოდიოდაო აზეო იმაზე ნერვიულობ, იმაზე კი არ ნერვიულობ, რომ რაღაც უბრალოდ იმაზე ნერვიულობ ფეხბურთი არ დამავიწყდესო რა. ნახეთ ამ ადამიანის წლოვანების გათვალისწინებით, მისი შესაძლებლობების გათვალისწინებით მე მგონია რომ მაინც მინიმალურია. არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდია, რასაც ვამბობ. უბრალოდ მე ჩემი აზრით მგონია რომ ეს არის ძალიან მინიმალური მისი ჩარავა. კერიკის შემთხვევაში რა თქმა უნდა მეტი იქნება, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გავუსვამ ხას მისი გაზრდილი ბიჭია, მაგრამ რა ვიცი ხა ვინც მოვიდა,
რაშიც თუ ერევა და რაშიც ის არ ერეოდა და არ ერევდნენ ტენჰაგი იყო თუ ამორიმი ზოგიერთი მისი არ იყოს ყველგან ჩააფლავეს სადაც მივიდნენ და ჩარევას აგრესიული ჩარევას არ გულისხმობ თუნდაც აგრესიული აი როგორც არის აგრესიული ჩარევა სხვა არის რა ანუ არ დაგიჯერებს და მე მიუქცევი ჟურნალისტები იქნება თუ იქ გარემო შეუქმნი ისეც რომ ბოლო გაუშვებენ რა ანუ 2019-ში გავუშვა გადმოსაჭრელი მორინიო ხო ანუ 19-დან იცვლება ხო 8 წელი არა გასული და ეხლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მე არ ვცდილობ რომ აუხსნა რომ ეს კაცი არის თუ არ არის და ერთიც ბალე მანჩესტერზე ალბათ თქვენ სხვა თემაზე გადახვალთ გადავიდეთ ლიგაზე იქაც არის შემდეგი თამაში ტოტენჰემთან არის სხვადასხვა ძალიან საინტერესოა ოლივერი იმსაჯებს მაგისი ამბები კი იცით კარგად და საინტერესო ის არის რომ იუვენტუსი უყვარს ძალიან ხო არა არც განსაკუთრებულად სტატისტიკას უყურებდი გუშინ ახლა მანჩესტერსაც დიდად არ წყალობს ეს კაცი რა ხო და შესაძლოა იქნება მან კაი არ არის მანჩესტერისთვის უხერხული მეტოქი ის თამაში მახსენდება სულ 3-0 პირველ ტაიმს 3-0 რო აგებდა და 5-3 რო მოუგეს ის იყო საოცარი მატჩი და ეს დიდი ხნის წინ იყო ხო კი და პირდაპირში უყურებდი თან იცი როგორ მოუგეს რომ აი ერთი წამით 3-0 გუნდი აგებდა და თამაში მიდიოდა და ვინც უყურებდით ყველამ ვიცოდით რომ მოუგებდა კი ეს იყო ფერგუსონის ფილოსოფია არ მჭირდება მე საერთოდ დაცვა გამიტან 1-ს, გაგიტან 4-ს, გაგიტან 5-ს, იმიტომ რომ მე ვთამაშობ ამ ფეხბურთს და მე ვქვნი ამ ფეხბურთის მთელ სტრატეგიას. მოკლედ გვიყვარს ძალიან მანჩესტერი, მაგრამ სხვა თემებიც გვაქვს. ლიგაზე გადავიდეთ ეხლა და აი სწორედ პარი სენ-ჟერმენი ნიუკასლიც იყო ნახსენები აქ და ამ თამაში დავიწყოთ თან იქ ძალიან მინერვიულეთ, იმიტომ რომ იქ ერთი რამე ვარ კითხოთ, მე სანამ ამაზე გადავალთ რა. მამარდაშვილის თემა მინდა ხო ვარენ რახან ბრიტანულ ფეხბურთზე ვლაპარაკობდა აი ხა გავრცელდა ცნობები რომ შეიძლება წავიდეს ბეშიქტაში უყურებს იქ მეკარეს ყიდულობენ აქ რა ხო აი თქვენი აზრი მაინტერესებს იმიტომ რომ მე განსაკუთრებით თქო მაგობ გეორგის პირველი დღიდან იმიტომ რომ უყურებდი მის გარდა იმისა, რომ ხა ეკრანზე და იმაზე სტადიონზე ვხედავდი მის თამაშს, თქვა ლოკომოტივის პერიოდში, როცა მე ჯერ კიდევ დინამოში ჯერ კიდევ უფრო ადრე და მაგრამ მე აი რაც ნახე და მე ერთად ვიმგზავრეთ გრანადაში ერთად ვიყავით, საიდანაც დაიწყო სადაც გაჩნდა მის მიმართ თქვა ესპანური ინტერესი და რაც. აი პერსპექტივები თქვენი გადმოსახედიდან მისი მდგომარეობა დღეს ბრიტანეთში ალისონის, იმიტომ რომ ალისონიც უშვებს ახლა გოლებს რა, ყველა თამაში 3-3 გოლი გადის მის მაშინ რა ქვია. ანუ რა მოხდა მამარდაშვილისთვის პრემიერ ლიგამ? არაფერი არ მოხდა, მეც ვმკითხავ. არაფერი და საერთოდ მე თავიდანვე ჩემთვის, ახლა არ ვიცი, ბუნებრივი აი გიორგი მასლოვანამდე არა ვარ უზენაეს რაღაცა ის რომ ვიცოდე სინამდვილეში რა ხდება და როგორ მოხდა ეს ყველაფერი და რამდენად წინ წავა ამის მერე ეს და ღმერთმა წინ წაიყვანოს ლივერპულში იქნება თუ სადაც შემდეგში მოხდება თუ გადავიდა მე არ მეგონა რომ საერთოდ ეს კაი ტრანსფერია. ჯერჯერობით ეს ალისონი იყო რომელიც იმთავითვე ჩანდა რომ დიდი ხანი იქნება. იქ აირია თვითონ ლივერპულშიც ეს საქმე სამეკარეო, იმიტომ რომ ის კელეჰერიც მშვენიერი მეკარე იყო, რომელიც შეძდილი იყო ამ ლივერპულთან და გაცილებით და მე მგონი ამ მეორე მეკარეობასაც შეგუებული იყო და ნუ მიდიოდა ეს საქმე რა ჩვეულებრივად და მე მაინც მგონია რომ სამხრეთ ქვეყანაში უფრო არ არის რა ეს აი ამ ჩემპიონატის ადამიანი რომ შანსი არ მიეცა, ხო? ხო, აი ეგ მინდოდა დამემატებინა ზუსტად ხა ნოემბერში რომ დაიმკვირა, ოქტომბერში რომ დაიმკვირა ალისონი 5 კვირა თუ 6 კვირა არ უთამაშია. ხო. ცოტა უხერხული მეტოქეებიც ყავდათ, მაგრამ ხა პრემიერ ლიგაში ვართ რა, ჩემპიონობაზე გაქვს პრეტენზია, ლივერპული ხარ და შანსი გეცებ მე არ მინდა რომ კრიტიკაში წავიდე ახლა. არა, კრიტიკაში ჩვენ ვლაპარაკობთ ამ შემთხვევაში მისი ინტერესები და ხო. თქვენ ჩემზე ახლოს იცნობთ მაგბიჩს და რაღაც რომ მე მართლა წარმატებებს უსურვებ. მე სოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ მეჩნია ეხლაც და მაგრამ არ გაუმართლა კიდევაც, აი გოლებს მის ყველა თამაშს უყურებ პრემიერ ლიგის თითქმის ყველა თამაშს უყურებ, განსხვავებით სხვა ჩემპიონატებისგან და რა თქმა უნდა მამარდაშვილის თამაშებს უყურებდი მაშინ როცა პირველ მეკარედ იყო.
და რაღაც შემიძლია ვთქვა რომ რაღაცებში არ გაუმართლა რა არ წავიდა ისე როგორც უნდა წასულიყო თუნდაც იმ გაშვებულ გოლებში იმიტომ რომ თლად ახლა ლივერპულის დაცვაც აღარ არის ახლა ვანდაიკი ის ვანდაიკი აღარ არის რომელიც იყო და ისეთ ხაიებს აკეთებს რომ ეხლა ისიც უშვებს ის ალისონი მას აფსარებლებია და ამას ეს კაცს რა ქვია შანსი აღარ აძლევს დათოს სიტყვებს მიუბრუნებ ახლა იქნება არ იყო პრემიერ ლიგა მისი ჩემპიონატი ხო არიან მეკარეები რომლებიც თქვა იმ სტილში ვერჯდებიან და მეკარის სტილი მე მგონი რომ ყველაზე ნაკლებად არის საპრემიერ ანუ რატო ის გამოსვლებია თავი მოყვებით ყველაზე ნაკლებად პრემიერ ლიგაში ხო ეხა თავა ერთ-ერთი აი ყოველ სულ მაგაზე საუბრობენ და თქვენც შეამჩნევდით რომ set pieces ან რაც ქვია სტანდარტულებით გადის უამრავი გოლი ხო ამ ჩემპიონატში პრემიერ ლიგის ხო ერთ-ერთი მომენტი არის რაც მოიგონეს მეკარის ბლოკირება რა ანუ ქაოსი იქნება მართვადი ქაოსი და მეკარის აქ თუ შენ აი ამ ბრიტანული ცოტა ჯანიანი და სხვანაირი რა ვთქვა ამაზე შეხედულების უნარჩვევების მეკარე არ ხარ ხო მე მგონი ანუ ისევ აი გიორგისაც ვეთანხმებით, თქვენს გეთანხმებით თუ რაც არის. აი მე მგონია მაინც რომ არ არის პრემიერ ლიგა მისი ჩემპიონატი. დათო, თუმცა ეხლა ამ წუთში შე რომ მეტავწდებოდა. რომ ეხლა მოიგონეს ეს რაღაცა ქაოსის შექმნა განსაკუთრებით არსენალი აკეთებს ამას. თლად ახალი არ არის. არა, ეხლა განავითარეს, ხო? ეს მეკარეებმაც ეჯასტმენტი ხო გააკეთეს ამაზე, ხო, რომ ასეთები გახდნენ. ანუ მამარდაშვილი ძალიან ნიჭიერი მეკარეა, ძალიან დიდი ტალანტი აქვს. შესაბამისად ყველაზე ნაკლები ჩემი პირადი სუბიექტური აზრით ყველაზე ნაკლები პრობლემა მამარდაშვილში არის ის რომ ის ვერ მოერგო პრემიერ ლიგას. ეს არის ჩემი აზრი. უკეთი თამაშობდა ახლა ანტონის არ იყოს ესპანეთში თუ რაღაც ეს კიდე სხვა არა იგი ისედაც თამაშობდა ხა ანტონი მე რეალთან თამაშობდა ხო გახსოვთ არა როგორ თამაშობდა რანაირ ბურთებს იღებდა ხო 12 წუთ ნახევარი აგერ ეხლაც გადის ჩვენთან ლა ლიგა დღემდე ლა ლიგის სეივები როცა იდება ეხლა თქვათ მათ საიტებზე ხო დღემდე ხო წასული ამდენი ხანია რა საუკეთესო სეივებში არის ანუ კიდე ერთხელ წმუნდები რომ რამხელა პოტენციალის მეკარია და იმიტომ წდება მეგურ გასაგებია რომ ძალიან ახალგაზრდაა ჯერ და ყველაფერი წინა აქვს მაგრამ ხა საერთოდ თუ არ ათამაში არ საერთოდ კიდე მაგას გენ მეორე ხრი ფუფუნება აი ამ ფორმაში ხო თქვათ მეორე კაცად და ლოდინი როდის თქვათ ალისონს რაღაც ან დაიღლება ან დაიმტრევა ან წავა გაიყიდება და ზან გვინდოდა რომ წასულიყო იმაში არაბეთში მაგრამ არ წავიდა არ მიდის და ხა ძალიან თუ არ გააგდებ ხა ჩვენს გამრო ჩვენ გვინდა ლივერპული რო გეძახის როგორი ამ გამოწვევაზე უარს ვინ იტყვის ნახე მე მეგონა მართლა მე მის აგენტსაც ვესაუბრე ლევანი ძალიან კარგი ბიჭია ძალიან წარმატებული ადამიანია წარმატებებს უსურვებ მამარდას სამემართებაშიც და სხვა ფეხბურთელებთანაც მე ვკითხე ლევანს რომ მიდიოდა ნუ დაახლოებით რა წარმოდგენა იყო იმის რომ მეორე მეკარე უნდა ყოფილიყო მე მართლა არ მჯეროდა ამის იმიტომ რომ კი აი ეს ის არის რა ცდუნება დიდია რომ ლივერპულთან უარი არ თქვა მაგრამ თამაშობდა რა ეს ბიჭი თამაშობდა ძალიან მაგრად თამაშობდა იმაში და თუ სტილს დაუბრუნდებით ისე მაინ სტილზე გადავალთ აი ხვიჩაზე რომ ლაპარაკია რომ გადავიდეს პრემიერ ლიგაში ითამაშოს ხო მე სულ ვამბობ რომ არ უნდა გადავიდეს პრემიერ ლიგაში ამ ბიჭმა არ უნდა ითამაშოს რა არავითარ შემთხვევაში არა გააჩნია რომელი გუნდში ხა პრემიერ ლიგა ძალიან ყველა გუნდი ერთ არის ლაპარაკობთ მანჩესტერ იუნაიტედი მანჩესტერში არ იმაში არ გავიდეს პესეჟიდან იმაში არსენალში ვერ ითამაშებს ნახეთ არსენალში და სიტიში თავისუფლად ხა მანჩესტერში და სიტიში გრილიშმა ვერ ითამაშა მაგ იმაზე პოზიციაზე და ხა ვინა გრილიში ლოტია ხოლმე საღამო ტრანსფერს აქ ჩვენ საუბრობთ იმაზე ხა ხვიჩა რა ფეხბურთსა რო ჩადის საჯარიმოში მეკარის საჯარიმოში რო ჩადის იქიდან რომ სამწამში რაზეც მაგალითად სპალეტი ხშირად გახსოვთ რაღაცა შენიშვნასავით მიუცია კიდე მე არ მინდა რომ ის კრიტიკოსად გამოდგე უბრალოდ იმ სტილის ფეხბურთს თამაშობს სადაც თამაშობს კაცო შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყოს იმაში რა ქვია რეალში ძალიან მაგარი რა ვიცი ამ ფორმაციის რეალში ხვიჩასთან რომელი ყავთ ეხლა იქ მე ცოტა სუბიექტურიცა ვარ მის შეფასებაში შეიძლება მაგრამ კარგი რა ეს ვინისიუსის ადგილზე შეიძლება ბევრად გაცილებით უკეთესად თამაშობს მაგრამ რა შეიძლება გამოვარდეს ხა რეალის გულშემატკივრები და რას ვამბობ მე ეგრეა ძალიან მაგარი ფეხბურთელია მაგრამ არსენალში ის რომ სამწამში უნდა ჩამოვიდეს თავის სტილიდან გამომდინარე და იმ ფეხბურთის ფილოსოფიიდან გამომდინარე საუბრობ რაც აქვს პრემიერ ლიგას და ლა ლიგას ხო შეუძლია ამ კაცს თამაში და რა ვიცი ითამაშოს იქ სადაც შეუძლია კაცო რატო
მიდივართ იქ დავუშვათ რის გაკეთებაც თუ არ შეგვიძლია ესე კარგად. აი ხა მეორე ლიგაში ყავს უკვე თითქმის ჩვენი გუნდი გახდა ხო ეს უოტფორდი, იმიტომ რომ ამდენი მარტო ჩაკვეტაძე აღარ არის კიდევ გოგლიჩიძე გადავიდა ხო გოგლიჩიძე ხო აი გოგლიჩიძე კიდე გადავიდა რა ეგენი ერთი მეპატრონეები არიან და თვითონ ამ მოთამაშეებს ეს დაახლოებით ფრაიბურგის ვარიანტია მე მგონი ხა უდინეზე უოტფორდი გრანადა ხო ეგ ის არ არის ამეული უდინეზე და გრანადა ხო მესამე რა უდინეზე გრანადა და უოტფორდი ბოდიში თვითონ უოტფორდი ხო და იტალიაში უდინეზე გრანადა ხო აი ძალიან ვისურვებდი რომ როგორმე ეს უოტფორდი ამაღლდეს იმიტომ რომ მეც ხა იცი რა სტატისტიკურად თუ ძალიან გამოადგა ჩემის აზრით თქვათ აი ფიზიკური თვალსაზრისით ეს ტრავმები რო არ ქონდეს ტრავმა რო არ მიიღოს გაუთავებელი რაღაცა მართლა არ გაუმართლა ნამდვილად ხა ამაზე ნიჭიერი ფეხბურთელი საერთოდ არ ყავს ჩვენ მაგრამ აი კარგია იქ იყო ლაპარაკი რომ ვალენსიაში თქვათ შარშან ტრანსფერი ვიზე ჩამკატაზე გელაპარაკეთ ნუ მე ზოგადად მომხრევა რომ ფეხბურთელმა ითამაშოს უმაღლეს დივიზიონში რა ზოგადად უმაღლეს დივიზიონში რომ ითამაშოს ხა რომელ გუნდშიც არ უნდა ითამაშოს ქართულმა ფეხბურთელმა უმაღლეს დივიზიონში თამაში ჩვენი როგორც გულშემატკივრის გადმოსახედიდან არის მისასალმებელი რა. ხო, რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ, რა, თქვათ უოტფორდი დიდხანს ხო არ რჩება ამ გუნდში, იმიტომ რომ ნახე რა არის კიდე, ხა აგერ შენ რამდენი წლის არის ჩაკვეტაძე? არ პატარა ჯერკას მაგათ კიდე კაი რომ ამ თავს ჯერ კიდე დიდი პოტენციალი, მაგრამ ნახე რას ვამბობ, მე რა კუთხიდან ვლაპარაკობ. იმ კალიბრის და იმ პოტენციალის ფეხბურთელი, როგორიც არის გიორგი, ხო, რომელსაც ფეერვერკები, ფსველოდებით ყველა მე ის პასი მასთან გეოგრაფია იმ კოჩორაშვილზე გაკეთებული ის გადაცემა ნაკრებში მან გამახსენა დათო ყიფიანი იმის მერე მე ასეთი აზროვნება საფეხბურთო მომენტალური ნაკრებში კი არის საერთოდ არსად არ მინახავს არც სხვაგან ასეთი იდენტიფიკაცია თქვათ მასთან რა ქვია ყიფიანთან მე არ გამჩენია არა ხო ხა სტატისტიკას თუ შეხედავ ხა იცი სამი გოლი ორი პასი თუ რაღაცა ამ ხელა სეზონში საშუალოდ ნუ აი სამი მეტი ვთქვა თუ გინდა რომ 5 ხო შემტევი ფეხბურთელისთვის რომელიც აი ნაკრების ესეთი ლიდერია და თან შეტევით გავიცანით ხო ეს რა ქვია გიორგი მithwar გაგიცნია ხარ რომ მოვიდეს შუაში ერბინოს და ესენი ჩამშლიდა და თან საყლენად ითამაშოს აი კარგია სტატისტიკა ხა მე ბევრ თვით მკითხობ რა კარგია აქ რო არის კარგი როგორ არის ჩემი აზრით მე არ მგონია რომ კარგია რომ თქვათ ისა 42 თამაშიან ჩემპიონატში ეს რა ქვია საგოლე მოქმედებაში მონაწილეობა მიიღო სეზონის მანძილზე 10-ჯერ მე სამხრეთულ გუნდში უფრო გამიხარდებოდა მისი ხილვა და რა თქმა უნდა უმაღლეს ლიგაში ვეთახვები მე გიორგის იმიტომ რომ უოტფორდი გასაგებია რომ ყველა როგორც ლაპარაკობს ნახდი ინგლისური ფეხბურთი იქ არის ყველაზე რთული სათამაშო იქ არის მაგრამ და დავამატო უბრალოდ ხო მე მგონი ჯენასი თუ რომელიღაც ფეხბურთელი ამბობდა რომ საშინელი ჩემპიონატია ეს ჩემპიონშიპი არ არის კაი ჩემპიონატი რა ნუ ანუ თუ კაი ფეხბურთი გინდა ითამაშო და კლასი და ამბავი პრემიერ ლიგა ის არ არის ნუ ახლა შეიძლება რომანტიზებულია ხო რომ აი ახლა და წავიდა და იმათ უყვართ ეგეთი ხო კი მაგრამ იმათ ისიც უყვარდათ ხო ახლა სულ ისინი ჩაწოდებები მაგრამ ამასაც მივხვდი ჩაწოდებები რატო უყვარდათ ხო ახლა მივხვდი თქვენ საუბრობთ იმიტომ რომ მაშინ აი ამ კლიმატში ის მინდვრები რაც გავდა ალბათ გახსოვთ ხო იქ ახლა ის გაგორება იქ ფაქტიურად შეუძლებელი იყო ამიტომ იყო ძალიან ბევრი ლამაზი ეს ვოლის რასაც ეძახიან დაუგდებლად კარში დარტყმები ან ჩაკიდებები და კუთხურზე რომ მთელი სტადიონი იგრეოდა ბედნიერებისგან იმიტომ რომ ეგეც იქიდან მოდიოდა საჯარიმოში მივიდოდა ხო ნუ აი ეს არის რა ეგ ფიზიკური ბრძოლა და ეს ხო და ამან ჩამოაყალიბა უკვე ეს ის რომელიც ინგრევა საბედნიეროდ მაგრამ ნუ აი ეს ბრიტანული ინგრევაც არ გვინდა ხა აციაბულებს თავის ხელწერა შევდოთ რა დაბალანსებული იყოს მაგრამ ამ გუნდებმაც ეხლა ეგ მიკვირს რა ყოველთვის ამ გუნდებმაც ვისთან აეკრობაში
ეპყრათ ეს ბრიტანული დროშა რა, მაშინთან ერთი ორი რო შეიძლებოდა უცხოელიყო. ხან მარადონები ყავდა გუნდებს, ხან ნუ რაღაც საოცარ გუნდებთან ესენი იგებდნენ, ხო? ესენი ფლაგმანები იყვნენ ევროპული ფეხბურთის 80-იანის მიჯნა მთლიანად ბრიტანულია, ხო? მაგას ვამბობ, ხო, რაღაცა აი ამ იმიდან ლივერპული გაუთავდა ასტონ ვილა ახალი შემოსული ნოტინგემი იმიდან 2 წელიწადი იგებს. აუ ნოტინგემი აი სულ რაღაცა მინდა ხოლმე მოყოლა რაღაცები. აი რაღაცებს ყვები ხო. ნოტინგემში გამახსენდა ბრაიან კლაფმა იყიდა ჯონ ფაშანო ხო იყო ეგეთ ფეხბურთელი, ჯასტინ ფაშანო იყო, ჯასტინი იყიდა ნორიჩიდან იყიდა ჯასტინი და იყიდა 999 და რაღაცა იმათ მილიონს მაგაში მე არ გადავიხდი რა, ნუ რაღაცა მილიონი არ 1 პუნქტით ნაკლები. ისო მილიონია და რაღაცა 10 პუნქტით თუ რაღაც ნაკლები. მოიყვანა ეს ფაშანო, ათამაშა, ორი თამაში და დასვა. ნუ ეხლა გავიდა 1-4-5 თამაში ეს ფაშანო მივიდა რატო დამსვიო რა და ეს ხო თან პირდაპირ ეუნებოდა, ნუ დებილი აღმოჩნდიო რა ვქნა ხო რა, ნუ აი კრეტინი ხარ ოფიციალური ეუნება და ბურთს ვერ იჭერო. პასს ვერ აკეთებოდა, გოლები გაქონდა, იმასაც ვერ, აი ვერაფერს ვერ აკეთებოდა, გეტრებიც ამ შიტოკებზე არ ამოგაგდა, მახინჯიც ხარო, თან ნუ გაანადგურა რა. ნორისო ველაპარაკეო, მუხლებს ჩაუვარდიო და უკან წაგიყვანენო რა და 3 დღე გაქვს ჩასალაგებლად ეუნება. წავიდა ეს რა მოვიდა უკან და ეუნება რომ მეო ველაპარაკეო ღმერთსო კლავს ეუნება რა და ღმერთმა მითხრაო რომ დარჩიო აქაო და იბრძოლეო შენი ადგილისთვის ამან ხომ მოდიო აქ ერთოს ნოტინგემში არის ერთი ღმერთი და გეუბნება მიახვია ნორიჩი შენ რომ ღმერთი შენ და სამწუხაროდ ნოტინგემში ერთი ღმერთი არის და გეუბნება რომ წადი ახლა აქეთ ეხლა რაღაც ჩამოვიდა რაღაც ჟურნალი და რა ქვია აი ბედელევანი მას ხელბურთელებს ვახდით ევროპის ჩემპიონატზე და დანიაში იყო ძალიან საინტერესო დიდი წერილები მისი ხასიათის და ესეთ რაღაცა ისენია არა ნუ მე საოცარი და მე უკვე სმაროდა იყო მე საერთოდ ის უმარტავი გახდა კი ასე რომ წარმატებები უსურვოთ ჩაკვეტაძეს კი უსურვოთ რა თქმა უნდა კი არის 28 წლის მაგრამ ეხანდელი სპორტული ასაკი გაიზარდა და 30 წლის ფეხბურთელებს ვეტერანებს რო ვეძახდით ადრე მაშინ რატო უშვებენ კაზემიროს კაცო გააჩერონ ერთი სეზონიც გააჩერონ რა ეგ ეხლა ეს რომელიც ხავთ იმას ელაპარაკეთ პარი სენ-ჟერმენი ნიუკას გადავხედოთ ეხლა ჩვენ ეს იყო მატჩი რომელშიც თავიდან ძალიან მინერვიულად ეხლა იმაზე მეტად ჩვენ გავიდოდა თუ არა იმ პირველ რვა გუნდში შეგვეშინდა ყვარაცხელიას ის მომენტი რომ ნახეთ რომელიც მე დაბიძინე ცოცხალი მიყავდა ეს მომენტი არ მოვიდა და ცოცხალში არა ჩვენ ფრაგმენტები რომ მოდიოდა გავიხედე და ეხლა პარი სენ-ჟერმენის შეტევას ფრაგმენტი რომ მოდის ცოცხალში პირველ რიგში უყურებ სად არის ეს ბიჭი და პასი იქით წავიდეს კომაგობ და უყურებ და სად არის და ვეუბნები სად არის ყვარაცხელია და მე გვერდზე სადაც ლაივი მიდიოდა შევედი ვერ მოვითვინე და ესეო ისინი დაზაფხულები ხო არ მოიტეხა ფეხიო ეს მომენტი გვექნება ჩვენ ხო არბიტრაჟში იმედია იმიტომ რომ ეგეც და ხელები და ენა მეკავება ხო და რა ქვია არ ცოცხალზე საბოლოო ჯამში ხო იბრძოლა ნიუკასლმა მშვენიერი თამაში გამოვიდა და საბოლოოდ მოხდა ისე რომ ვერ გავიდა ვერც პარი სენ-ჟერმენი და ვერც ნიუკასლი ну გასვლა ეხა შაშანაც პარი სენ-ჟერმენი და სიტი არანაირად არ უნდა გასულიყოდა ბოლოს გავიდნენ საერთოდ პლეი-ოფში მაგრამ აიღეს დასი და არა მაგას ჩვენ ეხა იმდენად მიამიტები არ ვართ რომ თქვათ იანვარში ვინ როგორ ფორმაშია იმითი ვიმსჯელოთ რომ იქ მაისის ბოლოს ვინ ვის დაამარცხებს იმიტომ რომ ეს უამრავი ჩემპიონატა ლიგა და სხვა ტურნირი ვნახეთ რომ სხვანაირად არის, სხვანაირად მოჩანს ზაფხულში, ვიდრე ის იყო იანვარში იგივე პარი სენ-ჟერმენი მართლა სიტისთან მეორე ტაიმიდან დაიწყო მისი ჩემპიონის ხუთი. იქამდე ვერავის ვერ უგებდა გოლი ვერ გაქონდა შემთხვევით მოუგო. ჟირონას ვახსოვს ხო გაზანიგამ თავის კარში შეაგდო ბოლო წუთებზე ბურთს რომ ვერ უგებდა.
ხო და მოკლედ მე ვერ ვიტყვი ახლა რომ გინდა თუ არა ამ თამაშების მიხედვით რაც ვნახეთ რომ პარი სენ-ჟერმენი არის უპირობო ფავორიტი ისევ ლიგის, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ფეხბურთელები კარგი ყავს და იმის გათვალისწინებით რომ შარშანეს მოახერხეს არ გამოვრიცხავ რომ ერთ-ერთში ისე ითამაშონ რომ ისევ მოიგონ. აი ამის თქმა მეტი არა. იცი რა, კიდე ერთი რამე არ დაგოვიწყდეს ჩვენ რომ შარშან რასაც თოლიდის ერთია შარშანდელი რეალობა და წლევანდელი მეორე, იმიტომ რომ სოფლიო ჩემპიონატია წელს. და ამ გუნდებში ვინც არიან ფეხბურთელები ამ ჩემპიონატ ლიგის სამყარო გუნდებში ფაქტობრივად ყველა თავის ქვეყნის ნაკრებშია და იმის მიხედვით იმჟერებ ყველა ნაკრები გავიდა სოფლიო ჩემპიონატზე რაც კი არსებობს ჩვენ გარდა ეს არის რა ქვია თავს დაზოგავენ ხა აქ არა მგონია თავს დაზოგავენ კი არა ლევან ხوار შეიძლება რომ ადამიანმა მთელი სეზონი ითამაშოს ერთ დონეზე იქ უფრო დაეტყობათ სოფლიოზე ვიდრე ლიგაზე მე მგონი უკვე ეთყობა და წამყვანი ქვეყნების ფეხბურთელები მუნდიალის წელს ემზადებიან ისინი ვისაც შანსი აქვს სოფლიო ჩემპიონატისთვის ბრძოლის იმ ქვეყნების წარმომადგენლები ცდილობენ რომ პიკზე ფორმის გავიდნენ შანსი ძალიან ბევრ გუნდს აქვს ხა ისეთი გამოკვეთილი ფავორიტი ადრე რო იყო ხოლმე რომ ერთიან ორი ხა არ არის ხო და მე ბევრი გუნდის ჩავარდნას მაგას ვაბრალებ ხა ხო შეიძლება შენი აზრი მე ჩემი აზრი კიდე რა აი თქვენი აზრით მაინტერესებს შარშან დასკვნითი ეტაპი ლიგის არანორმალურად ითამაშა დონარუმ. კი, საოცარ. ხო, და ეხლა ნუ მაგან გამოათრია იგივე ვილასგან და ინგრილებისგან, ხო. ეხლა აღარ აყავთ ეს და ეგეც ხუჩას ეფექტიც იყო, თქვათ ეს. ხუჩას ეფექტიც იყო, თან ეგ გუნდი ათამაშდა სხვანაირად, ეხლა თვითონაც ხო ამობენ, პრესაც იყო და ფეხბურთელი იგივე ბარკოლაც და იგივე სხვა გუნდების, სხვა ფეხბურთელებიც ეხლა ესე თამაშობდნენ სეზონი და პირველი ნახევარი პესეჟის შარშანდელი სეზონი საშინელი თამაშობდა. ამიტომ თქვი წეღან სანამ შემოვიდოდი გადაცემაში რომ ხვიჩას გაყვანა ეხლა მე არ მინდა ხოლმე რა სუბიექტურად ვაფასებ მაინც ეხლა ჩემი შეფასების 70% ყვარაცხელიას მიმართ არის სუბიექტური მაინც. მონებრივი ყველა ჩვენთაგანის ისევე ყველა ქართულ ფეხბურთელთან მიმართება. ხვიჩას ტრავმის შემდეგ ამ დეგენერატ ელანგასთან თუ რა გვარია ჩვენი ყოფილი ფეხბურთელი ისეთი ცუდი დადგმა იყო მართლა ამ ფეხბურთში რომ ეს ეპიზოდი მე კი მაგასაც გუნდიდან ხა მე როცა გადის ხვიჩა მე PSG რო თამაშობს საფრანგეთის ჩემპიონატში ფეხბურთს აღარ უყურებ უბრალოდ რა ხვიჩა რო იქ არ იყო საფრანგეთის ჩემპიონატს საერთოდ არ ჩავთავდი არ უყურებდი განსხვავებით ნაპოლის თამაშებისგან რომელსაც მანამდე უყურებდი ისედაც და რო გავიდა სხვა ფეხბურთი ითამაშა გუნდმა სხვა ფეხბურთი ანუ ვეღარაფერი ვეღარ შექმნეს ისეთი რომ ხა ნიუკასლი კი გავიდა 8 გუნდის მიღმა არის მაგრამ კარგ პოზიციაზეა საერთოდ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ აჩვენებს პრემიერ ლიგაში ცუდად არ თამაშობს მაგრამ ის განსაკუთრებული ახლოსაც კი არ არის აი რაღაც თამაში მოგთავაზებს ისეც კარგი საშუალოზე მაღალი დონის გუნდია ბრიტანულ ფეხბურთში ხო მოქმედი ჩემპიონი რომ მიზეზი მოსაძებნია მაგრამ მოქმედი ჩემპიონი რომ ნიუკასლს აი ამ დონის ფეხბურთს ეთამაშება იმ ხვიჩას გასვლის შემდეგ რაც ითამაშა არაფერი განსაკუთრებული ხო უყურეთ არა თამაშს არ შეუქმნია ხო შესაბამისად ეს არის მიზეზი რომ ხვიჩას გარეშე რაც თქვი ლევან წეღან ზუსტად რომ ხვიჩას გადმოსვლით გუნდმა აბსოლუტურად განსაკუთრებული რაღაცა ახალი სუნთქვა შეიძინა რომელმაც შარშან დაამტკიცა სხვა ფეხბურთელებმაც უკეთ დაიწყეს თამაში. ხო, აი კონკურენცია. კი არა, კონკურენცია ბარკოლა გახსოვდა იქ საერთოდ. ჯერ ათამაშები არ ქონდა, აი ნაკი რო იყიდეს. დეზირე ათამაშებიც არ ქონდა და ათამაშდნენ სხვა. დუე, კაი, ზუსტ კარგი მაგალითი მოიყვანა. დუე. იმხელა კონკურენციაში შეიყვანა ხვიჩა მესენი, ხვიჩა შეუძლია. ხვიჩა ცხრიანზეც ითამაშებს, რა თქმა უნდა ეს მისი პოზიცია არ არის, მაგრამ ცხრიანზეც ითამაშებს. შესაბამისად ლუის ენრიკეს ნათქვამი აქვს ეგ. მართლა არ მაქვს მოსმენელია ჩემს ხომ ახლა თავდასხმელის პოზიციაზე მომეწონა საერთოდ პირველ ესპანეთის ნაკრებთან მასე ითამაშა. რასაც ახლა მე არ მინდა შედარება მოიყვანოს რომ მანჩესტერზე გადავხვდე, მაგრამ ბიუმოს რასაც უკეთებს კერიკი ხო? ცხრიანზე ათამაშებს, როცა შეშკო ყავს. და თამაშობს კაცილები არავის არ უნახავს როგორ სხვადასხვა ნაკრებში აქვს მე მგონი ერთხელ ნათამაშები ცხრიანზე ხვიჩას თუ გახსოვთ. თქვი ხა ვახსენე. აი ეხლა თქვით ხო? მანდ მომეწონა პირველად. ზუსტად. ხო და თვითონ რა პოზიციაზეც არ უნდა იცოდე მარცხნივ თამაშობს მარჯვნივ თამაშობს ორივეს კონკურენტია. დუესიც ბარკოლაციც და არა მარტო მათი ეხლა
შესაბამისად ეს იყო დამატებითი სტიმული მთელი გუნდისათვის, რომ ამ კონკურენციაში უფრო ჯანსაღად შესულიყო, იმიტომ რომ ლუის ენრიკე ცოტა ზედმეტად პრინციპული ტიპია, ეს რაღაცაში საერთოდ არ აინტერესებს დუეს და იმის არც წარმომავლობა და არც მისი ავტორიტეტი. რაც ნაპოლიში ხდებოდა მაგალითად თავიდან ახლა იყო ხო ეს ცუდი მომენტები პასს არ აძლევდნენ ხუჩას იმის გამო რომ გადავიდა რომ ნუ ეს ახალი ბიჭია რა ეხლა ამას იქ თავისი მაფია ქონდათ მოხოდილი ამ ნაპოლიტანელებს და არ აძლევდნენ რაც მე ყველას ერთად უკნა ის რაც უკნა და მე გახდა რა გუნდის ლიდერის და კერპის და ყველაფერი და რა გააკეთა და როგორ გააკეთა ყველამ კარგად ნახეთ ასეთ იქნა PSG-ში და ამიტომ არიან ეხლა მიჩენილი არიან თავის ადგილებზე ყველა წავიდეთ გვახარებს მე და ხოლოდ გვახარებს ყველას ერთხელ ვისაუბრეთ ამ გადაცემაში და ეს კაცი განსაკუთრებული რო არის სენსაცია დამთხევა გაუმართლა შემთხვევით იტყვის ვიღაც მაგრამ ამ კაცს ხშირად აქვს ესეთი რაღაცები და ეხლა ეს ბენფიკაც რო გავიდა და თან როგორ გავიდა ხო გოლი ჭირდებოდა კიდევ ერთი გოლი ჭირდებოდა და მეკარეს გააქვს ტრობინს გოლი და ეს მოურინიოს გადაირია და თან ვისთან აკეთებ ამას ხო მადრიდის რეალთან და თავის ყოფილ გუნდთან და საოცარი ისე რომ თავის ყოფილ მასთან შეგირდა თან თქვა იმ თამაშამდე რომ გავალწო აუცილებლად და ისევ ერთმანეთს ხვდებიან თან მისი დაბადების დღე იყო თან ნუ ეხა ეს ხომ მარტო მოურინიოს ნაირ ტიპს ნუ თუ მოურინიოს მარტო არ ვიტყვით უხდება ეგეთი რაღაცა ხო? კი, რა თქმა უნდა. აი ეგ რაც მაგა გააკეთა იმ ბოლბოისთან ჩახუტება და ეს როგორ გამოსდის, აი ეგ ცენტრიული ტიპია. არის კაცი განსაკუთრებულად კარგია თუ განსაკუთრებულად ცუდია თუ განსაკუთრებულად ეგ ცენტრიული იმ საოცარ მონსტერ ბარსელონას ვინ ეთამაშებოდა მაშინ? ეგ ეთამაშებოდა. ეჩუბებოდა თამაში ხო, რაც იყო ხო, მაგან იპოვა რა. ინტერში ეგ არ იყო მერე და მე ინტერი ხო, ნუ რა, ინტერით არ მოუგო რა ის ვიყავი მაგ თამაშზე ვიყავი ინტერი მაშინ ბერნაბეოზე ავტობუსი დააყენა თუ ტროლეიბუსი დააყენა მოუგო და ეგრე იყო სახში რა მილიტონ გაიგავდა ორივე არა ხო სნაიდერის ხო ამბობდნენ ჩელსიში ავტობუსი დააყენა იქ დააყენა მაგრამ პორტოთი მოიგო რა ვიცი მე ხა ბევრი რაღაც ისეთი მოხდა და ქარიზმატულია რა დამთხევა ვერ იქნება ეს ტენჰაგი მაგალითად მოიცა რომათი არ მოიგო ის არაფერი ის კონფერენს ლიგა პორტოთი რომელ წელს მოიგო 2000 მანჩესტერით მოიგო საფრანგეთში რო გახდა ჩემპიონი ეგ წელი არის ხო ევროპის მონაკოს რომ მოუგო ვის მოუგო მონაკო მაიმუნის წელი იყო ხო და მაგ დროს პორტო რა პორტო კაცო ვის პორტო მარტო მაიმუნის წელი საფრანგეთის მასში გახდა მაიმუნის ევროპის ჩემპიონი რო იყო რა იყო ეს რეხაგელის გუნდი პორტუგალიას სამჯერ მოუგო ხო აქ მაურინიოს ინტერვიუ მცირედი ამ თამაშამდე არც ვიცოდიო მეორე გოლი კიდე თუ გჭირდებოდაო და მე ეს რა არაფერი არის ბენფიკა შეცვლები რომ მორჩიო მე მითხრეს კინაღა მოუკლია ის თამაშამდე სად იყავით ამ კიდე ერთი გოლი გვინდაო და მე ხარია მეკარეს რომ ჩადიოდა აი ეს მომენტი რომ ნახოთ რა აი ამაზე არ ვარ დარწმუნებული ეს ჯარიმაა ეხლა და აგდებულ ბურთს რო უგდებს მეკარის ჯარიმა ეს ეგ არის მეკარე ფლობს ანუ მაგრამ აგდებული ჰაერში ხო აქვს მაინც ხელიდან ხო ართმევს მეკარეს ფლობაში ითვლება ანუ მეკარე სანამ ესე ეგეთ ქმედებაში ხო მაგაზე ბევრი მეც მქონდა კითხვები მაგრამ წინამძღოლში ჯარიმად წესებით ჯარიმა ყოფილა აი დასარტყმა თუ აიგდო ბურთი იმის შეხება ჯარიმა ხო ეგეც იმის იმაზე აღარაფერს ამბობ იღლიაში რო უდევდა თავით რო გამო პეტროსიანი აი იღლიაში რო უდევს და ხელში უჭირავს ბურთი აი თამაში შევიდეს ხო დადებული ხო ეს ეხლა მაშინ შეიძლება არც მაშინ არ შეხა იმარო ჩათვალა მოეხადა ვესტჰემი არარატი ეგრეში მაკინა მოკლა ის და შეიძლება და არაფერი არ მიცეს საერთოდ ჯარიმას არ ვესტჰემზე მაგრამ მე მოგორდი გაუკეთა იმას აი კიდე რაღაცა ვესტჰემზე კარგი აი რაღაცა გავისენ დარარათან თამაში ეს ორი ის არის რა ესეთი ადამიანი რომელიც კარგად ყვება ერთი კლაფი იყო კლაფის ამბებს ყვებიან და მეორე ჰარი რედნაპი ყვება ხოლმე თვითონ თავის ამბებს ნუ რაღაც აუცილებლად რა და რედნაპის ფერგუსონთან და ცხენებშია ჩაბმული ხო და რედნაპი მოკლედ ისა რადოკი გახსოვთ ეს ჰარდმენი ესეთი აერკვა რადოქს ხო ნუ რა მნიშვნელობა აქვს რადოკი თამაშობს ვესტჰემში ეს არის ცნელი და
ნუ მოკლედ რადოკმა თქვა რომ რაღაცა ცუდათა ვარ, ვერ მოვდივარ რაღაც ვარჯიშებს, გააცდიან რამდენიმე ვარჯიში, მეც რო გულისხმიერად ყველაფერი დავეთანხმეო, მე ვხედავ ამ News of the World-შიო გამოჭენებულიაო სადღაც გოლფის მინდორში ვიღაცას ცემსო რა, ნუ აი ეს ხო და აი ესე ნუ რაღაცა საშინელება ხდება და ნუ ამის წინააღმდეგი ვიყავიო, მაგრამ ნუ ძალიან შემჭამაო რა უკვე რა ამ ზომების წინააღმდეგი ვიყავი და 20000 ფუნტით დავაჯარიმეო. 20000 ფუნტით დავაჯარიმეო და მირეკავენო იმიდანო ფედერაციიდან სააპელაციო კომიტეტიდან რომ აპელაცია შეიტანაო, მაგრამ არ ინერვიულო შანსი არ არისო, ნუ გაზეთშიო ცემსო ვიღაცასო შენო მოგატყუაო და ბუნებრივია პრობლემა არ იქნებაო. რომ მივედითო ამ განხილვაზეო პირველიო ვიგძენიო უხერხულობის გზნობაო, იმიტომ რომ ისეთი ადვოკატი მოიყვანაო, რომ ხალი რო ყოფილიყავიო და დაეძახა გავყვებოდიო, ოჯახს მივატოვებდიო რა. ან რა ჩაცმულიო. რაღაც სადიპოვაო, ეგეთი არ ვიცი. ნუ უყურებო, აი ნუ რაღაც ზეკაცი რა ვიღაცა, ახალგაზრდა კაცი, რო დაიწყო ლაპარაკიო. აგვაგდო ოჰაერში და აღარ დაგვაგდო არასდროს. რა, ნუ საშინელებებს გვიკეთებსო რა და ნუ ესე ამ იმანე ფედერაციის, იმანე სააპელაციო კომიტეტმაც ნუ რა ვქნათო რა, უდანაშაულო არისო. და ეს რადოკის უდანაშაულო არის და ჩამიკრავო თვალი ამ რადოკმაო და შენი დღე არ არისო, ხო? არისო. გულგასიებული ვზივარო და ამ დროს ადგავ ეს ადვოკატიო და აი ესე აროგანტულად იწახისო რომ თქვენ ალბათ მიხვდითო რა, ეხლა მე საიდანა ვარ და რა დონე არის აქაო და ძალიან ზვირიღის ჩემი მომსახურებაო რა და სად უნდა განაღდდეს ეს ყველაფერი. იქვეო რა, აი ძალიან მარილს გვაყრის იმ ჭრელობებზე. ადგა ეს სააპელაციო კომიტეტის უფროსი და ესო ძმაო სასამართლო არ არისო, წესდება თუ გაქვს წაკითხულიო, ვინ შემოიტანა აპელაცია, იმან უნდა გადაიხატოს. 55000 ფუნტი გადაახდენეს იმ რადოქს, ამის მოყვანაში რა და 20 იქონდა დაჯარიმებული იყო 20. 35 დაამატა იმას და 4ჯერ ჩაუკარიო თვალიო რომ მიყურებდაო და მე-5ჯერაც მიდოდაო და მივხვდი რომ გამლახავს. კიდე ის კნავ 2.5-ჯერ იმდენი გადაიხადა იმაში. ის კაცი ბრიტანული სააპელაციო საკითხი. ის რომ მოიყვანა ვიღაცა რა არანორმალური ვიღაცა პირველი მაგიმაზე ხო სუარესმა რო უკმინა იმას და ეგეთი გარჩევა ბრიტანული სააპელაციო ხა ხო ხდებით ხა რაც მოყვა დაახლოებით ისეთი სიტუაცია წესებშიო ადვოკატები მოიყვანეს იმათმა რა მენ არ წერიო რა თუ არ წერია რომ არ შეიძლება წერია ფეხის ჩარტმა არ შეიძლება წერია იმის დათმარ შეხტომა არ შეიძლება ის არ შეიძლება ყველაფერი წერია კმენის გარდა ხო და როგორია ეხა რა და აქიდან მთელი დაგჭირდაო რომ დაუმტკიცოთ რომ კმენა არ შეიძლება თამაშის დროს და რაღაცნაირად და მეორე წელს წესებს ჩაწერეს კმენა ეგრეა უნდა თუ მოიგონებდნენ. ხო, რამდენი რამე უნდა ჩქმეტა, კენა, უტული შეიძლება. რაც არ არის აკრძალული, ეგ არის კანონი. რაც არ არის აკრძალული, არა, იქ არის ესეთი არის ესეთი ნეიტრალური ფრაზა არასპორტული საქციელი, რომელშიც გადის კმენაც, მუშტის დარტყმაც და როგორც 11 მეტრიანის დანიშვნა, ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემაზე, არის ჩემი აზრით ყველა ხელიდან მოხდება თავიდან თმისწვერიდან თუ ფეხიდან პენალი არის ხელზე მოხდება ეგ არის 11 მეტრიანი დამთავრდა არც ის იქნება განსაჯელი ეხა თითზე მოხდა აი ამის ქვემოთ მოხდა დამთავრებული თემაა რა მიყუდებული გაქვს ეს ხელი თუ მასწავლებელო აქავარ აწეული გაქვს ხელი არის ხელი რა აი ამ თელ სპეკულაციებს ჩვენ ვარის შემოსulis დროსაც იყო რომ რატო ეწინააღმდეგებოდნენ ინგლისელები იმ დაფარულ მიზეზების გარდა რაც მერე დიდ მაქინაციებთან და მაიმუნობასთან არის დაკავშირებული, მთელი ის ექშენი როგორ ხსნიდნენ აი თუნდაც ფედერაციაში, ინგლისის საფეხბურთო ფედერაციაში, მთელი ის ექშენი რაც ამ გაწევ გამოწევას და ამას იმას უკარგავს, ანუ გადაყავს ყველაფერი იმაში, რომ ზუსტად იცი როგორ უნდა დამთავრდეს ესა თუ ის შეხება. ასევეა რა, ესეც დაკარგავსო იმ ექშენს, როგორ დაკარგავს კაცო ჯარიმა არის ჯარიმა. სამართლიანობაზე თუ საუბრობთ, სამართლიანობა არის ის, რომ შე რომ მოხვდება ხელზე, ბიძინა ჩააწოდებს და მოხვდება ხელზე თუ ჩემი ფეხი აისხლიტავს და მოხვდება ხელზე, ხელი არის ხელი. მორჩა დამთავრდა რა. რასაც არაკეთებენ, აი ზუსტად აი ისევე როგორც პენალტის დანიშვნაზეც ხო, აი ესეთი არაერთგვაროვანი
წესებია და ვერ გაიგებ და საკამათოა და გინდა იქიდან მიუდგები, გინდა აქედან, ისე როგორც მე ეხა კიდე უფრო მეტად მაღიზიანებს პენალტის დარტყმის წესები, იმიტომ რომ რაღაცეები წერია იქ დარტყმის წესებში, რომელიც არ სრულდება და რომელიც ძალიან გაურკვევლად არის. რა დროს შეიძლება პაუზა? ადრე გაქცევის დროს რომ გაჩერდებოდი არ შეიძლება. თუ კიდე სამჯერ გაჩერდი, ფეხი აწიე, გააჩერე, ახტი, დახტი, გადახტი. 3 დღის წინ არ უკვე გაუტანა მანჩესტერს გაუტანა ფულემმა გოლი, როგორი პენალი დაურტყა. რა არის აკრძალული? აი კონკრეტულად ვერ იძახიან. ისიც რამე რა არის აკრძალული? შეჩერდა. აი ბოლოს ბურთა რომ მიხვალ აი იქ არ შეგიძლია ბოლო აი ბურთა როგორ მიდიხარ ნახე ეგეთი პენალტის მივიდა და აწიეს ფეხი და გაჩერებული იყო ხო მე არ რასაც ბრუნო აკეთებს დარტყმის დროს მაგალითად ერთადერთი რაც ვიცი პენალტზე რომ მეკარე მოაბეს თოკით მიაბავენ მალე შუაში რომ ვერ გადახდეს ვერსად ფეხი არ გამოდგა იქ არ გაინძრი წინა წახვი და უკან არ წამოხვიდა შანსი მაქსიმალურად უმცირდება რა ვიცი მე და საცაგერს ის ამოიტანე ისა კარგი ჩვენ ახლა კიდე უნდა ვნახოთ ატლეტიკო ბოდოს შეხვედრა და აქ იმდენად ატლეტიკო კი არ გვაინტერესებს აი თქვენც მინდა კითხოთ ახლა იმიტომ რომ სიტის მოუგო ახლა წამოვიდა ამას მოუგო იქ რომას რას უშვებოდა მაურინიო ახსენეთ თან სახალისო ფეხბურთს რა თან აი ეგ უნდა მეთქვა სახალისოს კი არა მარტო რაღაც აი ეს ფეხბურთი რომ ნანახი არა აქ ერთი 50 წელი კაც და ის რომ მოვა და თავისი ახალს რო გამოიგონებს ისეთი რაღაც გამჭოლი პასები გამოდის რომ არც სხვა გუნდს უკეთებია ეგრე და ესენიც როგორ აკეთებ ვარსკვლავები მაგათ არ ყავთ ბიუჯეტი როგორც გავიგე არ არის ბალახი ძლივს ამოდის მოედანზე და 700 კაცი ეტევა ტრიბუნაზე და 700 სიალია ეხა რა ბალახი მაინტერესებს აი ყველას მინდა ვკითხვა რა არის ენთუზიაზმი მონდომება შრომა და კვლევების მარტო შრომაც არ შველის რა ეხა სპორტი ისლანდია მოუგო ინგლისს და რითი არა ლევანი გამორჩეულებზე თქვი მე ხა თლად ბოდოკლინზე არ მიგულისხმე შარშადელი სეზონი რო აიღო თუ როდის იყო მანჩესტერმა რო ნახევარფინალში მოუგო თუ სად მოუგო კაცი ასე ბოდოკლინზე რომას მე შარშანარი იყო მე რატომღაც მქონდა წარმოდგენა რომ შემთხვევით გავარდნილი გუნდი იყო უბრალოდ შემთხვევით გამოჩეკილი გუნდი იყო რომ გავუვარდება რა რაღაცა და ფაქტია აგა გუნდი თამაშობს ახლა მანჩესტერამდე 6-1 მოუგეს რომას 4 ჯერ შეხვდა 4 ჯერ შეხვდა კი გააგო მანჩესტერს თავი ეს არის მეორე ჯერზე გააგო დი გახია შუაზე ახლა არ იყო საუკეთესო ფორმაში მანჩესტერი მე კი ნახეთ აგე ფინალში როგორც დაამთავრა მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახლა მანჩესტერი იყო და ბოდოკლინტის და მანჩესტერი რაც არ უნდა კი უარესი გვახსოვს გრიმსბისთან მიმართებაში ჩვენ მანჩესტერს მაგრამ ახლა ბოდოკლინტი არ არის ის გუნდი რომელთანაც თუნდაც მეორე გუნდით გამოხვიდე და დამატებით რომდე მაინც ვერ მიიღო და ვერ მოიგო ეს თამაში ძლივს მოუგო ხო ძლივს მართლა და ის თამაში როგორ დამთავრდებოდა კიდე რაღაცეები რო ისე არ ყოფილიყო კი ბატონო და ახლა წელსაც იგივეს აკეთებს გუნდი გავიდა. ფეხბურთელი არ აყავს გასო რა. ისეთ ცნობილი გულისხმობ ხო? ბრიტანეთში როა სანდეილი დაახლოებით მოგები და გუნდი გასო არ გავიგე. სკვირობით რო თამაშობ. ლესტერს მახსენებს რაღაცით რა, აი ლესტერი რო წამოვიდა თუ გახსოვთ რა. ხო, ლესტერი მაინც უფრო ძალიან მოკლეს ეს 4 წელიწადი ესეა რა. ესა სანდეილი გასო არა ლესტერს მე მეპატრონე ყავდა ფულიც ქონდა რაღაცა არაფერია გადმოვიდა გუნდი ორი გიგლა პარიკვახერები და კაფეს მოიგო ეს რა ჩემპიონატი ინგლისის ჩემპიონატზე ვსაუბრობთ კაცო ის არა რაღაცა ხო მაგრამ ინგლისია მაინც და გუნდებმა თამაში იციან პირობები აქვს ეს სადღაც იმაში ასევე ინგლისში არის ის გუნდები რომლებიც დღეს ტოპ გუნდები არიან და იმ ტოპ ლიგაში კიდე ტოპ 5 გუნდი არის 8-ში და იმ გუნდებს ეთამაშებოდა მაშინაც ლესტერი ხო? ანუ ის ლესტერი რაღაცა ხდება. თავარი სენსაცია მაგაზე კი არ დავთ, მაგრამ ხა ნორვეგიაში თუმცა ეხლა თათგანად შეიძლება ჩავიდეს ვიღაცა თქვა აბრამოვიჩი და ჩაიტანოს მილიარდები და იყიდოს რა გუნდების სტადიონი ააშენოს, ქალაქი ააშენოს რაღაცა და გამოვიდეს და მოუგოს ვიღაცას, მაგრამ ესე არაფრიდან სადღაც იმაში სოფელში გააკეთე გუნდი და წავიდეს და იმ თვითონ იმ გვარდიოლას და იმას ატლეტიკოს ჩავიდეს იქ მადრიდში მოუგოს ატლეტიკოს სამშაბათი არასოთა ჰაერის ჩასუნთქვასავით არის აი გუნდები აი ეს ლესტერი აი ეგეთი მომენტები არის ძალიან ესეთი ჩვენის ფეხბურთის და ეგეთი ვიღაცები სულ უნდა იყვნენ იმიტომ რომ კარგია რა კარგია ფეხბურთისთვის რომ რაღაცა ხანდახან
ვიღაცამ ცოტა შეანჯღრიოს და ეხლა ამაიდან ცოტა ხან შეიძლება ეს ცნელები ანუ ChatGPT თუ რაღაცა შეცვლის ხელოვნური ინტელექტი ალბათ ხო ალბათ ისედაც ნუ რაღაცას ამ კვლევები მიმდინარეობს რაღაცა ვერ ატყავს ხო ის იმიტომ რომ არა ჯერ ვერ ატყავს მაგრამ ძალიან ეს ვერსია რასაც ხო შენ ჩვენ რაც გვაქვს იმას ის ვერ დაწერილი ფასიანი ვერსიაზე გადადი რა არის მე კიდე დააბრუნებული ვარიანტი რა და რასაც ჩვენ მაგას ვინ მოგცემს ჯერ ხო იქ მიდის მაგაზე ახლა სხვა მუშაობა. ხო, საბოლოო ჯამში ხო, ამიტომ ხშირად არის, იმიტომ რომ აქ დავწვა მე ChatGPT ჩვენ მაგივრად. შეიძლება რაღაცა ხო, საჯებში აცვის ChatGPT. ჩვენ მაგივრად მეთქი შეიძლება რაღაცა პერიოდის მერე დავხვდეთ აქ ChatGPT. ახსოვს რამხელა ამბავი იყო, როცა ჰოლივუდში უთხრეს, რომ თქვენო მიგიყვანთო რაღაცა ამ green screen-ზე რამდენიმე მოძრაობასო გაგაკეთებიათ და მე ესაო რა პირიქით და თქვენთვის გაიავით და რა კაია გამოვარდა ის მთელი ჰოლივუდი იყო გაფიცვა აი ხე შემოთავაზება ქონდა უბრალოდ ჯერ არ გაუკეთებიათ თვითონ ChatGPT-ით გააკეთეს რკინის ნიღაბის რეალური ვერსია ორ სერიანი დოკუმენტური ფილმი აი ამ ამბებზე თქვა საფრანგეთში ლუდოვიკო მისი ძმა არსებული არ არსებული იყო ესე თუ არ იყო არაფერი არ საერთოდ არავინ არ არის ამ სახეზე არ არის ანუ ყველაფერი ხელოვნურია არის თან ეს როგორ კომპანიაზე გაუნები იცი რომელიც არის ეს ჰავში იმართება ხოლმე ყოველწლიურად ესეთი სატელევიზიო ბაზრობა რომელზეც მეორე რანგის ფრანგული კომპანიების ჩამოდიან Uni France აკეთებს იმიტომ რომ თვითონ იხდის ფულს რომ ესენი ვიღაცები ამოიყვანოს ესეთი დაბალი ბიუჯეტის მქონე კომპანიები აი ამ დაბალ ბიუჯეტიან კომპანიებმა ეთქობა იყიდა ეს რასაც გიორგი ამბობს ის კარგი ვერსია იმისი რა ქვია ChatGPT-ის და რო უყურებ კი ხვდები რომ რაღაცა მომენტებში ეთქობა რომ არ არის ეს რა ქვია მაგრამ ხვალ ვეღარ მივხვდები ხელოვნურია მაგრამ ხვალ ვერ მივხვდები მაგას გეუბნები რა ამან თუ ვიღაცა იმან ორგროშიანმა კაცმა იყიდა ესა დიდი კომპანიად მეიჯორი ვიღაცა და კინოთეატრებში გავაექს ფილმები შენ რაღაც ინტერვიუ და მე მიიყვანონ მაშინ ChatGPT და რობოტები და იმათ აყურებიან და ჩვენ წავიკითხე რაღაც ინტერვიუ წავიკითხე აქ უნდა გავმაგდეთ ჩვენ სანამ შემოვიდეთ რაღაც ინტერვიუ წავიკითხე მოკლედ ისა თოჯინებს აკეთებენ და ნუ რამდენად ნუ ისე თოჯინებს რო ჩართავდა და აღჭურვეს ამ იმითი უკვე რაღაცა სიტყვები რაღაცა უზარმაზარი მარაგი აქვს სიტყვები და ემოციები რაღაცეები ნუ და ეკითხებიან ამ იმას მთავარ წარმოებელს რომ ნუ რაღაცა სასწაული ხდებაო ხო და ეს სექსტოჯინების ისაო მაგრაგან ვითარდაო ხო და რა სექსტოჯინებიო არის 4% თუ რაღაც ზირთად ცოლებს უკვე თავდა გაგი სადმივედი და ცოლს ნუ რაღაცას რო გეკვის გამორთავ რა და ეგისია რა ეს ვეღარ გამორთავ სადიკო ბიჭო სადიკო ChatGPT იმაში როა საყვარული ყველა სუდაში და ის გამორთავ მანი გეცა ხო და მაგას მოდი ხვალ კი არა იქით არ გამოგთოს ამ ChatGPT-ს გადამგედე არა ესე კი ვიცინით მაგრამ რაღაცა ხო და ეხლა სანამ ChatGPT საჯები იქნებიან ნორმალურ საჯებს ეშლებათ რაღაცეები და ისე ვთქვათ მანამდე რომ Paris Saint-Germain-ის მეტოქე იქნება მონაკო ეს რაღაც დამთხევა არის იმიტომ რომ ბრესტით არ დაიწყო მე და მივიდა იქამდე მონაკო ბოლო დროს ცოტა მოსუს და გუშინეგერ ხო აი მუსელი რა შეცვალა პრინციპში მე რაღაც 9-დან 7 თუ რაღაც ამასთან აი ეს კენჭისყრის მომენტებს გოჩვენებ ბარი ვიტყვი ბენფიკა რეალი გითხარით ისედაც ბოდო გლიმტი ინტერს შეხვდება და უკვე რა ვიცი ვის უნდა ეშინოდეს ვერ გეტყვით ყარაბაღი მიუხედავად ჩემი ღრმატვატვიცემისა და კარგი საბეჭდილებებისა რაც ამ გულო დატოვა ნიუკასთან მაინც არ გონია შანსები მაგრა გაუმართლა რა მაინც გალათასარაი იუვე რა ხდება 2013 წლის ამბავი ხო არა იცი რა საერთოდ მე ხა უკვე დავიწყეთ მომზადება ჩვენ აი ამისი რა ქვია ლიგის სტუდიისთვის გადაცემის და სტატისტიკა საერთოდ რო ნახე უკეთესია გალათასარაის
ანუ იუვენტუსთან აქ დადებითი ბალანსი, საერთო შეხვედრებში აქ დადებითი ბალანსი. და შემადგენლობით მე ვერ გეტყვი რომ რამეთი ჩამოვარდება, ამას ვარჯობია კიდე. ბრიუგი ატლეტიკომ გუში ბეტის გადაურბინა თასზე, იქ არის უკვე სიმეონეს წასვლაზე საუბარი დაიწყო. არათუ მას უნდათ გაშვება, ყველაზე ძვირადღირებადია, აბა ამ ფულს ვერა. ხო, გაუფუჭდა ურთიერთობა ახალ დირექტორთან. თუმცა მე ვთვლი რომ ატლეტიკოში მან რასაც აკეთებს და გაუკეთებია და ალბათ მომავალშიც გააკეთებს, შეიძლება ის რო არ იყოს ატლეტიკო იყოს ახლა, რა ვიცი, სევილია სადაც არის და ესპანელი ვენგერია რა. ალი მორენო რო არის, ის ამბობდა რომ აი მაგაზე იყო საუბარი ზუსტად რომ რა უნდა ქნან, უნდა წავიდეს, უნდა რა აი მაგასთან მიმართებაში იმდენად რაღაც სხვანაირი ამბავიაო ეს. როცა თვითონ მოუნდება მაშინ უნდა წავიდეს რა. ანუ ხო. არა, მუდმივ ეხა არაფერი არ არის, ყველა საერთოდ წავა ინტერისკენ ადრე თუ გვი ინტერისკენ იყურება და ეხლა კიუს პირობებში მე შორს არ არის ეგ მომენტი როცა შეიძლება დავუდგეს მომენტსაც შეიძლება მომენტის დაიჭიროს მაგრამ რადომი რანტიჩის მერე რომელიც როდის იყო ამან მოაგებინა ხო ჩემპიონატი უკვე ორი ჩემპიონთა ლიგის ფინალი ითამაშა და არც ერთი არ წააგო ძირითად დროში და ჩემპიონობაც ორი ხო ის მოგებული სუპერთასი მოუგო მადრიდის რეალს კიდე და ორი ევროპა ლიგა იყო და რა ვეტრავნე ლიგაზე სუგადის კაი არ გაუმართლა ძალიან რომ იმ ეპოქაში თამაშობს სადაც ბარსელონა და რეალი და იმ ჩემპიონატში თამაშობს ხო ტალახაძის და იმ სომხების არ იყო და ორჯერ გახდა იმ ჩემპიონი ხო დორტმუნდი ატალანტა არის კიდევ ერთი წყვილი და ოლიმპიაკოსი ლევერკუზენი თავარი ჩვენთვის იყო მაინც ალბათ ის პარი სენ-ჟერმენი აბა რაო რა რაზე უნდა გვაჩხუბონ დღეს საჯებმა და კი ბატონო ის პირველი ვნახოთ მადმე ცოცხალის დროსვე აღშფოთდი ნიუკასლთან ხო რაცა ეს პენალტი დაინიშნა ეს და მე და ბიძინა ვიყავი და რა ვიცი შემთხვევით მიჭერილიო მიბჯენილი თუ არა მიბჯენილი ფაქტია რომ ხელი მიბჯენილი გადაბჯენილი არა რა მიბჯენილი გადაბჯენილი უთხავს ბურთს და ხო რა მიბჯენილი საჯმა აბა მე ხო არ ვიტყოდი აბა სხვა აბა რა რით გაამართლა ეს არ ვიცი ხელით თამაშობს ბარკოლა ხო პირველი ხო ერთადერთი ხელზე რა იყო იცი აი დღემდე რა ჩამჭა უსამართლოდ მე მგონი გერმანია ხორვატია იყო ზამერმა თუ არ გახსოვთ ხელში რო გაარტყა ის მწველი რო ედგა ეს საჯარიმოში და გაარტყა ხელში და იქ და მასე ბაჯომაც რო გაარტყა ეს მომენტები რაღაცა ეს არა ნახე დააკვირდება ერთი დააკვირდი იმის გარდა რომ მიბჯენილი აქვს თუ არა აქვს მიბჯენილი მოძრაობაშია ხელი და მოძრაობით გადა უკვე დაგვარია ეს ნიუკასლელი ბიჭი იმას ისიც კარგად ხელბურთს თამაშობს მე მაგრამ ოღონდ შემთხვევაში ამან და მე რა მიშოვა პირველი დარღვევა იქიდან არის აი ამას აკეთებს ამო კი აი აბსოლუტურად სწორი აქცენტია ეხლა მიბჯენას იგულისხმება როდის რომ მიბჯენილი დარტყმულია დაუშვათ აი ეხლანდელი წესე მოგწონს არ მოგწონს ეს შეტევაში შეტევაში ხო უფრო მკაცრები არიან გავაგზელებ სხვა გოლის გამტანი ანუ ეს შეტევა იყო თავიდან მე უშუალოდ გოლის გამტანამდე მივიდა ნუ ნებისმიერი შეხება მაგრამ აი ჩვეულებრივ ხა ბარკოლას ეპიზოდი როცა არის ესეთი ეპიზოდი და შენ უბრალოდ აი ესეთ მოძრაო მიბჯენილი გაქვს თავდაცვის ინსტინქტი რაღაცები არის ჩართული და კაი მიბჯენ მაგრამ აი მოძრაობა თქვენ რაც ძალიან აბსოლუტურად სამართლია ეს უკვე ხელი თამაშია თუნდაც პატარა. ანუ ეს პატარა მოძრაობა, ეს არ არის ინსტინქტურად. ანუ მოძრაობა შეუცვალა ბურთს მიმართულება რის შედეგადაც ხდება იმ. ხო, ანუ ბურთზე თამაშობ. ანუ ეხლა ის როგორ არის? მოხვედრილი იქით არ წავა. ამას რო არ მიერტყა. ხო არის ის ბურთი მოხდებოდა და დავარდებოდა მოძრაობა. პატარა მოძრაობა არის თუ რა არის? ის არის ის მოძრაობა საკმარისია რომ ბარკოლა ხედავს ბურთის თავისკენ რომ მოდის და აკეთებს ისე კი არ აკეთებს რომ პირიქით იმალება დაუშვათ და აირიდოს და რაღაც და შემდეგ მოხვდეს მიბჯენლში გასაგებია მაგრამ აი ეს მოძრაობა რასაც ბარკოლა აკეთებს უკვე ხელი თამაში ვარმაც ნახა ამ საჯმაც ნახა ყველამ ნახა და ეხა ვარზე ხო რამდენ საუბრობ ჩვენ ხო შენ გიჩნდება ეჭვი რომ ეხა იქ ამდენად უვიცები ვერ იჯდებიან რომ მაგას ვერ ხვდებოდი არა ის ამბობს ყველა ამბობს მაგას რომ იქ უნდა იჯდეს ადამიანი რომელსაც იცის რომელსაც ფეხბურთი უსამაშია და იცის რაღაცა ფეხბურთზე მარტო საჯარიმო საფეხბურთო იმითი რა ქვია ხედავდეს ნიუანსებს და კი ამას ამბობენ არა მარტო ბრიტანეთში ეს ისეთი მომენტია ლაშა
აქ დიდი საფეხბურთო არა ნიუანსები ლევან რატო უნდა იჯდეს საფეხბურთო ნიუანსები სოდა აი ბოდი შეკითხვის ფორმულირება სხვანაირად დაუშვათ ვარის ოთახში არზის ეს დაუშვათ ვარის საერთოდ არ არსებობს საჯერ ისთვის არის არბიტრზე ვსაუბრობ ბოლო გადაწყვეტილებას ხო მაინც ის იღებს რომ მიდის უკვე ეკრანთან და რომ ნახულობს კონკრეტულად ესა თუ შემთხვევა უნდა დაუძახო. ორი რატო ეძახიან ისინი? იმიტომ ეძახიან რომ საბოლოო გადაწყვეტილება არ არის და არა იმიტომ რომ უფლებას არ აძლევენ ეკრანთან მივიდეს. არა. თუ ეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილება. არა, საბოლოო არა. ის ეთანხმება არ ეძახის. და არის მომენტი, როდესაც იქ რო იყოს ცოტა უფრო სხვანაირად ამას უცხედავს დაეწებოდა და ეს დაუძახებს, ხო, ის დაუძახებს. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს დაძახების დროს კომუნიკაციას და რაკურსების სწორად მიწოდებას. ანუ შენ შეიძლება არბიტრს დაუძახო და არ ანახო ის ხო რაღაცაში არ ეთანხმებოდე, ანახო საერთოდ ცუდი რაკურსები და მე სხვა რაკურსით ხო ტექნიკურად ამას ხო ის როგორც თქვენ ხო ჩვენ მაგისტრს კი არ აქვს ზეპირად ვიცი იმდენი შეცდომა იყო აი დაძახებული არბიტრი მოყვანილი ეკრანთან და ცუდი რაკურსების გამო ცდარი გადაწყვეტილება მიღებული. ან კომუნიკაცია ხა ევროპაში არის შიფრება, სამხრეთ ამერიკაში შიფრება და აქედან ჩვენ ბევრი მომენტი გვაქვს რომ იქ ლაპარაკი იწერება რა ჩვეულებრივად გვაჩვენებენ მეორე მესამე დღეს იდება ინტერნეტში ვარს და არბიტრს შორის რა კომუნიკაცია იყო და იმარა უთხრა ამარა შენ შემთხვევაში ვარის არბიტრი დაუჭიათ იმიტომ რომ არასწორი დაძახება იყო ან არ დაუძახეს და კომუნიკაცია იყო არასწორი გასაგებია ევროპაში არ შიფრება ესე იგი არა არ გამოდის ჩვენთან არ საჯარო არ ხდება რა თორე ინტერესი თუ აქ ახლა UEFA-ს წარმომადგენლის გამოძიება თუ დაიწყოს ის ჩანაწერი არსებობს ანუ რა იქ ეგრევე იდება რა მეორე ეპიზოდი ხვიჩას ეს ტრამვა ხო არის მოსაზრება ახლა წითელი ბარათი ხო ნუ სიმართლე გითხრათ კატეგორიულად არ ვეთანხმებით თქო ვერ ვიტყვი მაგრამ რაღაც ნიუანსები არის აქ ხო ცოტა ალბათ იღბალიც არის რა იმიტომ რომ ეს ვარდნა მოწინააღმდეგე ფეხბურთის აი ხვიჩას დასამტრევა ბურთ შეეხო ანუ მაგის თქმა მინდა რა ანუ აი მე ხო ჩაუჭირა ფეხებით მე რატო ებაშებეცი მე ინერციით მოდის ხვდები ანუ აგრესიული შეგნებული არ არის მე სამაგის განწყობა რომ ელვან გამეხლა დასამტრევა წავიდა რა პროსტა ესეთი გრჩება რა რომ ხა ხვიჩას დასამტრევა თამგას არ უთან ბურთს ეხება და პრემიერ ლიგაში ხა ესე თამაშობენ რა ინგლისში ბურთს შეეხები ჩვეულებრივ მე ინერციით არ გაუმართლა ხვიჩას რომ აი ვარდნა რომ დაიწყო ფეხით მარჯვენა ფეხი დადგა ისეთ ადგილზე რომ ის ინერცია ის ხა საწავიდო და გზაში ხო არ გაჭირდებოდა ხა ტორმუზებით რანაირად გაჭირდებოდა არა ყოველ შემთხვევაში შეგნებულა ჩარტყმით არ ჩაუხო ხო ანუ ეგრო შეიძლება სახიფათო იყო ეს ვარდნა იმიტომაც მიიღო ყვითელი ხო ეხლა ფლად ისეც არ უშვიათ ეხლა ისე რომ თვითმიზანი რომ მოდი ამას დავამტრო მე ვერ არა მე რასიონები იცი თუ შეეხო თუ უბრალოდ შეეხო და არაფერ დაუშვებია მაშინ ყვითელი რატომ იცეს სახიფათო რაღაც წავიდა მაგრამ ეხლა ის დაროვა იყო რომელმაც გამოიწვია მისი ტრავმა აი ამას ტრავმა არ მიიღო ყვითელს არ მისცემდა იგივე ხა ჰაკიმის მომენტი გავიხსენოთ რა რამდენი ეპიზოდი იყო იმ კვირაში ჰაკიმა რომ ტრავმა მიიღო და გააძევეს ის ფეხბურთელი იყო 3 ზუსტად ეგეთი ეპიზოდი იგივე პრემიერ ლიგაში აი ხლა რომ ფეხი ვერტმა დაიფაროს და ფეხი მოტეხოდა ვერტმა დაიფაროს რა ფეხი რომ მოტეხოდა 100%-იანი წითელს მისცემდა აი არ ვიცი მაშინ გასაგებია მილიონ პროცენტიანი წითელს მისცემდა როგორ არა იმის სახიფათო თამაშის შედეგად ამან რა ზიანი მიიღო რა საიდან გაიგებდა ეხლა მოედანზე სანამ იმას რედგენს გადაუღებდნენ და თამაშს თლად არ გა ნუ ყვითელი ბარათი ეს ფეხი ჰევენმა რო ფეხი მოიტეხა არ გასვოთ გასვლა არა ეხლა ის სხვა არის ხა ის ლამის კანზე კი და ეგრე ხო მოკლედ უფრო იქით მივდივარ რომ არ გაუმართლა რაღაც ერთი მხრივ გამიმართლა რომ საერთოდ უარესი მოსატეხად არ იმას უნდა და არ უნდა და ამას შეიძლება უარესი დამართვა კი მალეო არის ფეხბურთში ხა ესეთი ეპიზოდები რომ რაღაც შემთხვევით ხო რაღაც ზიანი მიიღო კონტაქტური სპორტია ხა ეხებიან ერთმანეთს ხან ესე იქნება ხან ესე იქნება ბარსელონა კოპენჰაგენი და რატო საუბრობთ აი ლევანმა რო ახსენა ხო ეს ვარის ოთახში ფეხბურთის ცოდნა ლევანდოვსკიზე იმას ამბობს ხო ეს არის სასაცილოა ხა სასაცილო იყო მე ჩემთვისაც იმიტომ რომ ხა ამას ფეხბურთელი რო ნახავდა სად შეწყოდა რომ გაანებე თავი არ არის პენალტიო ეს სადი კიდევს იქ ლევანდოვსკი აუ წესების მიხედვით შეიძლება მაგიტო ვიძახი აი ფეხბურთი წესებში შეიძლება წერია რომ პენალტი მაგრამ
ის ფეხბურთელი საერთოდ არაფერს შეშე ის უკან ფეხს და ურტყავს და აი მითხარი, აი რა შუაშია ახლა აქ ის კაცი, რა დააშავა იმან. არაფერი დგას თავისთვის, არც ფეხს უდებს არაფერი. ხო და აი ამ ეპიზოდში ეხა პენალტს რომ დანიშნავ და ვარი დაეთანხმები, სწორედ ამაზე შაშანაც იყო ეს ეპიზოდები, რომ იმიტომ მიდის მაგ საუბარი, რომ ეს თან დარტყმითაც თავისუფლად დაარტყა. ის რომ მოედო, ის რომ მოედო, სხვა მომენტია. მე კიდე დარჩა ის ბურთი და ამ შეიძლება ამიხსნათ მე რომ აი აქ, აი ეს არის, აი კარგი რა. ხო და ისე იმას ფეხს არ უდებს, ის ფეხის დადება არ არის, ანუ ეხლა ახსნა რა აქ, ანუ წესების დარღვევა როცა ხდება, არის რომ დაკონკრეტდე, აი დარღვევი ქმედება რა არის, დაუშვათ. აი ორი ფეხბურთელი გარგბის და ერთი წაიქცა. ხო, აი რამ წააქცია დაუშვათ, სიმულაციას და დარღვევას შორის განსხვავება რა არის, ხო? დარღვევის ქმედება რა არის, ხო? იმიტომ წერია იქ კბენა რო არ ეწერა წესებში, წერია ფეხის დადება ხელიკრა დაეჯახა, მაისურზე მოკაჭა, თუ ეს თუ არ არის, ესე იგი დარღვევი ქმედება არ არის, ხო? შესაბამისად, ეხლა შენ ფეხბურთელი დასაჯო, იმიტომ რომ უბრალოდ უკან გამოწეული ფეხი მოგადო, ხო? ამან რა ქვია, სანამ ბურს დაარტყა, ამას მოარტყა, იქ რო იდგა, ხა დამცველია საწავიდეს, გაიწიოს და აბატონო დაარტყი, ხო? ხო და ამაზეა ხაზგასმა რომ არბიტრების თანამედროვე ადრე ძველ არბიტრებს უფრო ესმოდათ ისე ფეხბურთი, ყოფილი ფეხბურთელები იყვნენ და ეხა ის ახალი თაობა ჯერ ადრე იწყებენ საჯობას რა 15-14 წლიდან უკვე აკადემიებში და იმას შედიან და ის გამოცდილება ფეხბურთის არ აქვთ. შესაბამისად თამაში არ ესმით. იმიტომ იყო იგივე არსენ ვენგერი და იტალიაშიც ეხა იყო მე დელ პიერო მიხუმრა დელ პიეროს უთხრეს რომ ეხა შენაირი კაციო რომ ვარის ოთახში დაждესო ბევრი რაღაცა სწორად იქნება ვარის ოთახში არა იუვენტუს დირექტორატში არ მიშვებოდა ვარის ოთახში ვიჟე ხო ცოტა ხმურობით უპასუხა და სწორი იდეაში რა რომ ვიღაც ადამიანი ასეთ პენალს რომ დადებს ყოფილი ფეხბურთელი ეთქვის რომ რა პენალი ბიჭო რა საიდან მოიტანეთ კაცო რა პენალი არაფერი საფეხბურთო ეპიზოდია რაღაც ჩვეულებრივი და იმ არბიტრსაც რომ დაუძახებენ იქ ეკრანთან აუხსნის ჩვეულებრივად ამას იმიტომ რომ ამ ეპიზოდში შეიძლება არბიტრმა თქვას რომ მე რო ეს მენახა პენალს არ დავდებდი მეორეც არის რა ხო ანუ იმებში ვიხლართებით რაღაც რეგულაციებში ანუ ვარს შეეძლო რომ ანუ ხო დაუძახებ და გადაეთქმევინებინა ეს პენალტი. არა, თვითონ ეხლა მე დარწმუნებული ვარ ამ საათს შეიძლება ვერ შეაფასა იმ მომენტში კარგად, მაგრამ ეკრანზე ეხლა ამას რო ნახავს და ისევ რო თქვას რომ პენალტია, ხო ცოტა ეხლა ძალიან ისე გამოდის რა. ამაზე არა მარტო ჩვენ ყველა თანხდება, ვინც კი რამეს, ვისაც კი რამე დაუწერია და ამის განხილვა მიდიოდა, რომ ეს დასანიშნი პენალტი არ იყო რა. და ამიტომაც მე იზეიმა სამართლიანობამ და ვერ გაიტანა და როგორც ხო არსენალი კაირათი საინტერესო ეპიზოდი მეოთხე წუთსევე აბა აი აქ არის დარღვევა რომელიც ნუ არბიტრმა ვერ შეაფასა სწორად რთულია ეხა იქ არსენალის კარში ლონდონში ესე უცე პენალტი თამაშგარი ხო არ ჩაუდეს არა დანიშნავს პენალტს დანიშნავს მაგრამ აქ არის კითხვა თავარი რა ბარათი რაფერია აჰა გაიგე პენალტი გავიგე გასაგებია რომ აშკარაა იჭერს ხელით აი უყურე წაქცევის ეპიზოდში ხო მაგრამ მე მგონი ვერ ასწრებდა აი რას ვერ ასწრებდა რას ვერ ორი კაცი გადიოდა მეგარეს და პირისპირ მეორე შვინოშლი და მე მისულიყო არა მეორე ვერ მივიდა მაგრამ ვიც აქციეს ის ბურთან ხო მივიდო და ხო რა მაგას ვიძახი რომ ეხლა აქ თუ მივიდო და სიტყვით წითელია აქ არ რჩება ეს კაი დეგენერატია ხო პენალტის დროს ხო განზრახ აქცია ეხლა აჰა რას ვერ ასწრებდა ბურთის ხუთი არა პენალტია ეს ხო პენალტი რო არის ბარათი რა არის მე მგონია რომ არა პენალტი არის კაცო ბარათი რა არის ბარათი პენალტი არ დო ნუ ახლა ბურთზე მიდის და ანუ ბოლო იმედის ჯარიმაცია ხო ის ამინისტია რომ პენალტის დროს აღარა ბოლო იმედზე არ იწლება აქ არ მიდის იმიტომ რომ ბოლო იმედზე შეიძლება ამინისტია იყოს იმ შემთხვევაში თუ შენ ბურთზე თამაშობ და არ გაქცეული ყავს და ესე განზრახ იჭერს ანუ წითლისკენ წითელია ხო წითელი შეიძლება თავისუფლად ანუ ორი ფეხბურთი ანუ ესეც ხო გადიოდა და გვერდზე პარტნიორი ყავდა ორნი იყვნენ მარტო ნუ მანდა ალბათ იმ Emirates
მანაც იმუშავა. კი, იქაურმა. აბა რა, იმუშავა და პლუს ამას კიდე ეს დიდი გენიოსი უგარტესი არ იყოს იქ რომ გადაიყვანეს ეს კალაფიორი არის თქვენ რა განწყობა აქვს მაგის მიმართ კიდე თამადა ბენფიკა რეალი ბენფიკა რეალი ხო აქ ზოთა იცი რა ოტამენდიმ გააფორმა რაღაც მაგრამ სხვა იმიტომ ავიღე ეს ეპიზოდი ეხლა რა ვიცი ზოგი კამათობს რომ აქ პენალტი არ იყო ოტამენდიმ გააფორმა მაგრამ ხა არ შეეშლებოდა მაგას ხო იცი ჩვენ რამდენჯერ გვითქვავს რომ იგივე საქართველოს ნაკრების უნდა დაეხვა რომ საერთოდ ხო ნუ ყურადღება უნდა მიიპყრო რაღაც ეპიზოდში ხა რო იჭერს ხა მაგაზე ამ უყურეთ განმეორებით აი ხა რო იჭერს მაისურზე მაისური აი სულ გვიხსნიდა აი ნახე აი ან გამოკვეთილი დაჭერა რა არის ხო ხელით როგორც კი მაისური ესე გაიწელება და ფეხბურთელი დიდი საკმო კი როგორ თავიდან ჩანს უფრო კარგად თავიდან აი ეს მაისური რო იწელება და ეს ფეხბურთელი არ უშვებს ხელს და დიდი ხანი გრძელდება ეს საკმო აყოვნებს ვის მოძრაობას ამასთან ერთად იმ წელვადობას ხო რაღაცა თავისი ლიმიტი აქვს ლაშა ესეთი მომენტები ძალიან ბევრი არ არის კი ყოველ ჯერზე არის მაგრამ ეს რო გვინახავს დანიშნული გვინახავს არ დანიშნული მაგრამ აკიდა ვარის პირობებში აკიდა პენალტი მაგას დავწუნდი რა ამაში პენალტი აკიდა ვარის პირობებში ჩვენ ესეთ პენალტი ინიშნება იმიტომ რომ ეხლა რო არ დაანიშნა აი გეკამათება რა რატო არ ნიშნა მაისურზე ხო იჭერდა არა ხო ოტამენდი მოძრაობს ხო მოძრაობს ეს მოძდევს მაისურზე უჭირავს მე გასაგებია უახლოვდება წაქცევის მომენტში უკვე ისეთი მე იცი რა მგონია რომ გაეტარებია ვარი არ დაუძახებდა აი ეგ კიდე ცალკე პრობლემა აი რას გეტყვი რომ ვარი ალბათ ამაზე არ დაუძახებდა რომ იცი რა გერთვალ წადიხა მოდი იმიტომ რომ ეგეთი რაღაცა ხდება ყველა სტანდარტი ძალიან მაგრამ რახან დანიშნა აღარ უთხრა არაო იმიტომ რომ ეხა იმისი კანონის მუხლით მოკაჭო არის ეხა ეხა მაგაზე სტანდარტი რომელიც ჩემპიონატის სტანდარტია ეხა ეს არის UCL ხო ინგლისში ეგეთ რაღაცა შეიძლება გაატაროს კი არა ატარებს წეღანაც საუბრობთ რაც გააკეთა ჩელსისთან თამაში არ რა არის ჯარი ილია თუფურიასნაირად და იმის მერაბვალიშვილის ილეთი ჩაუტარა და დააგდო ტიპი მოიქნია და ძირს და მოგვერდი გაუკეთა რა ამას ყია ჭიდაობაში მოგვერდი გაუკეთა დააგდო ძირს მეტი რა უნდა უკეთ წიხლით ხო არ შედგები და რა ვიცი უროს ხო არ ჩააკო ტიპი დააგდო და არა ხვიდელია მოუყო მეტი რა არის ძალიან სწორი წინადადება ესე იგი არის ისეთი პენალტები რომელსაც საჯი თუ დანიშნავს ვარი არ გადათქვამს და თუ არ დანიშნავს არ დაუძახებს ანუ ვარი ორივე შემთხვევაში საჯი დაუჭერს ხარს მაგრამ სინამდვილეში ხო ორივეჯერ მართალი ხო ვერ იქნება აი არის ეგეთი პენალტი ხა გეტყვი ამ ეპიზოდზე რას ეს იტალიელი მსაჯები იყვნენ და პირველად კუთხურიდან ჩამოწოდებულ სტანდარტულზე მაისურზე დაკაჩვაზე პენალტი დანიშნა კოლინამ აი საიდან მოდის ის იყო პირველი ამის ჩეხეთთან ზენდენის პენალტზე ხო არ ამბობ ხო სერიაში და იქაც რა მაგან დაიწყო კი მაშინ ვარი არ იყო რა თქმა უნდა მაგან დაიწყო ეგეთი პენალტების დანიშნა და UEFA იძახდა რომ იცი რა ჩვენ ამას მივესალმებით ეხა ის რომ ყველა ჩაწოდებაზე არის ეგეთები და პენალტები არ ინიშნება იმას არ ნიშნავს რომ ჩვენ ამის წინააღმდეგ აღარ ვიბრძოლოთ ხო მართალია ხო ანუ საიდანღაც უნდა დავიწყოთ რა ეხლა დღეს რო დანიშნავ ესეთ პენალტს რომელსაც არსა დანიშნავ რო ვიძახით ხო თუმცა დანიშნულების გვინახავს ხო ხვალაც რო დანიშნავ და ზეგაც რო დანიშნავ მე აღარ დაიჭერს რა ანუ ეხლა ჩვენ რო ისე ვიქ დავჭეთ რომ ესეთი რაღაცები ხდება მაისურებზე იჭერენ ჩამოახიოს მე რა მოხდა იდახსაც მოარტყავს ცოტა ახტომაში ხელი მეხმარება თქვას იმ ფეხბურთელმა როგორ ახვდა ეხა სელაპივით ხო არ ახვდები ეს ჩამოშვებული ხელებით ხო ეხა რამეს გეტყვი არ ვიცი შენ ხო არ ვსაჯობდი არ ამგონია გორში დინამო თამაშობდა კუთხურზე ამისულა ჩავიდა იქეთ და კუთხური რომ მორჩა გოლი ვერ გავიტანეთ სიტუაცია რო შევხედეთ ამისულა იდგა წელზევით ტიტველი და იმის მაისური ეჭირა ცოლს და ყველა ესე აჩვენებდა საჯო პენალტი არ დანიშნა და
აი რანაირად შეიძლება ჩემი მაისური იმას რომ შეჭიროსო და პენალტი არ იყოს და არ დაიხადო ხო და ეგ ერთი და მეორე კითხვა რაც მაქვს ხო სულ მებადება აი არის კუთხური და უნდა გამოქანდეს მოთამაშე და რომ გამოქანდება საჯი აძლევს ასტვენს მოიცა ერთი წუთი და მიდის და შენ ნუ ვერ გაჩები მაისურზე შენ ხელი არ მოკიდო ხელი არ და მოკიდოს კრას და დანიშნე პენალტი რატო აფრთხილებს გეტყვი რა რა საჭიროა ამის გაფრთხილება წესები იციან ყველაფერი იციან და პირიქით ეხა მე იქნება მიჭერდა ეს მაისურზე და შენ რომ მაჩერები და მეუბნები რომ რატო იჭერ პენალტს ვაკეთებდი და რატო მიშლი ხელს არის ნა ან თვითონ კოლინას აზრიც იყო ეგეთი რომ ეხა რთული დასანიშნია ესეთი პენალტები და ამიტომ რეკომენდაცია ჩვენს გვაძლევდა რომ იცი რა როცა შენ პრევენციულ ზომებს გაატარებ 1-2 და მერე დანიშნავ ხო 1 წელი არა 1 წელს მეტი არა აი რამოდენიმე ეპიზოდია თამაშის რომ ამ კარებთან და იმ კარებთანაც სიტყვიერად გააფრთხილებ და ამის შემდეგ დანიშნავ ეს უფრო სუბუქად მისაღებია შედარებით ესეთი პენალტი იმიტომ რომ ისრაელის ეთქვის რომ გაფრთხილებს რა კაცი და შენს ეთქვი რომ ბიჭო ხო გაგაფრთხილე ნუ იჭერ რა მაისური დაგინახე ნუ იჭერ მაინც გააკეთებ ახლა პენალტი ვიდრე როგორც შენ ამბობ რომ არაფერი პრევენციული ზომები და ჩასაფრებულ ნახე როგორი ხო იქ ვინ რაღაცა მომენტი ენახა და პენალტი არის ეს ახლა ფეხბურთში ესეთი რაღაცები რა და ამიტომ ურჩევნიათ რომ პრევენციული ზომები გაატარო საჯმა თუ დაუჯერებე ხო კარგი და თუ არა და პენალტს დანიშნავს და უფრო ისეთი იქნება მისაღები ეს პენალტი ვიდრე არაფერი არ ქნა და უცებ გამოვარდა და აფექცია მიჭერს და შენ მიდიხარ აფრთხილებ არ დამეჭირო ხა ეს პრევენციული კი არ არის მე მაზარალი ისევ როგორც არ გაზარა ცუდი არ არის ამ საკითხთან არაფერს შეშია და ძალიან მაგიზიანებს ყველა პენალტის დროს მეყარეს საჭი და რო ეუბნება რომ ხაზზე უნდა იდგეო აი რა თუ უნდა ამდენი ეგ შეიძლება გააკეთო როცა ახალი წესია და დრო ჭირდება სანამ ფეხბურთელები ამას მიეჩვევიან მაგრამ 10 წლის განმავლობაში ხო ხა მაგით ვერ ისაუბრს არ მაიყოს ეხა ეს ყველა პენალტზე 10 თაო ჩამოუარო ფეხბურთელს მაინც არ გვევენ იმას ისე იქ შენ არ შემოხვიდე იმაში საჯარიმოში ახალი წესი რო იყო რაღაცეები მისაღები რომ შეახსენო მაგრამ ეხა 10 წელი გავიდა მაგ წესის მერ და კიდე ყველა პენალტზე 10 თაოთი ბლოკნოტით იარო წესებით აბა ხო არა დიდი სქელი ბლოკნოტი არ არის 17 წესი წერია მაგრამ კაი ალიორკა სევილია ფეხი იპოვა და დაანიშნიეს პენალტი ესპანეთში ზურგით გარბის სხვა მხარეს კი მოტყუებული გაეკიდე და ფეხზე წამოვიდე ფეხი დარჩა და იმ ფეხზე და რატო შესული იყო ეხა რატო წამოვიდე რა ვიცი რატო პენალტი უნდა რატო ბურთი მაგას ქონდა მოტყუებული ყავდა და ყავდა იქიდან რატო აბა გადაინეორე და ნახე ეგეთ თლად კარგად ვერ შედიოდა რასაც ვერ შედიოდა შესული იყო ეხა დამცველის მხრიდან დანღვევი ქმედია ჩვენ ვერაც ვისაუბრეთ ცოტა ზურგით არის გარბის სხვა მხარეს იქნევს ფეხებს და ფეხი დაუდო მეგრედაკი ხარჩენ არ გამაგიჟე ხე სამკურნალო მაშინ ეს დარბი ჩარტე ზრაისა სად არის ესე უნდა იქნებდეს რა ეხლა ეს არის ორი თაღლითი მოდი ვთქვათ ეხლა ესე რა შევახო ხო ნუ საფეხბურთო თაღლითი არის თავდამსხმელი ხო ისის თაღლითია ლევან იმანად ჩაუტოვა ისე ჩაუტოვა ფეხი რომ ვითომ არაფერი ვითომ სირბილში ჩატოვა და რეალურად ჩაუტოვა ფეხი აბა სადა აქ ეგრე მართლა ბიზნესის ეგრე დარბი ხარ ფეხი სადა აქ მეტრ-ნახევარზეა გაწეული ფეხი კარგი რა არა გაწეული როგორ გარბის შეულებრივად გვერდზე არა გაწეული და ეს უკვე რო გარბის ახ ერთი ფეხი წინ გაყრე ორი უკან ჩატოვა ფეხი მე მგონი ჩატოვა მე ჩემთვის არ კარგი ვერ შევთავაზე კარგი ლიბერტადორესიდან რაკურსებიდან ყველამ დაინახავს ყველამ დაინახავს ხო ნუ ეგ არის მსაჯის გამაზული რა ხალხი ფიქრობს რომ უფრო შემცირდეს როგორც ხელზე შეამცირეს დაუშვათ უშუალოდ გოლის გამტანი იჭება აიაქს რეალი გახსოვს იქ რაღაცა ერთ სანტანდრე რომ იმას აუტზე გადავიდა თუ გადავიდა ხო ანუ ცოტა მე დამთავრებულ თამაშს მახსოვს ვარ იმას ის ხომ სახლიდან მოიყვანეს თავარი მომენტი ტიპები გავიდნენ მოგებული თამაში შემოტრიალეს ორი ბურთით იქებდნენ და დორტმუნდს რო გაუკეთეს დორტმუნდს რო გაიტანა გოლი და უკან
გაიტანა და უკან დაატრიალეს და ის გაუქმეს იმით და ის ჩაუთვალეს პენალი დაუნიშნეს ის გოლი გაუტანეს ყველა სტუდი იცი იყო და არა ლოგიკური გუნდი დააბრუნეს იმიდან რა ქვია გასახდელიდან გერმანიაში იყო გერმანიაში და დრო აღარ ათამაშეს და 53 წუთზე იყო ისო რა ქვია დარღვევდა მაშინ ის 2 წუთიც უნდა დაამატო იმიტომ რომ იმან რო გოლი გაუშვა მე რო გოლი გამეშვა ის 2 წუთი შეუტევდი ხო ეს ვაფშე სიგიჟია რა იმ წინ ხო კი ემშვიდად ხარ ვიგინებოდი ხვალ რო ენახათ ხვალ ხო აი მაგრამ მეორე ხვალ კუკურაია გასაპნული ხალხი მოიყვანეს რა ქვია 1-0 წააგო არგენტინამ ვისთან წააგო ფინალი 90-ში რო წააგო გასოფლე ჩემპიონატი ბრემენ რო გაუტარა მაშინ ისიც გადავხედოთ იმ პენალსაც იქნებ სარიყო და იქნებ მარადონა ისე ორჯერ ჩემპიონი რა აბა ხო ახლა მაგაზე გამონები რა რადოზე კიდევ იყო პენალტის ეპიზოდი ამ მატჩში მარადონას მაშინ გამეორებენ აი ორი შევიდა შიგნით ორი ფეხბურთელი შედის თავისიანი შედის გაიგე არა ის ორი შედის და პირველი არის შედის თავისიანი პირველი შედის თავისიანი შეყვა გაიქცა ის 50 კაცი შევიდა ყვითელი ფორმები ეს რო შედის ეს შეყვა და ბურთზე ის თამაშობს წველი ვინ შეყვა თავიდან დაარქმევა პენალტი რა ნახე ხო ეხა გაანებე თამაში ხო მაგრამ გაანებე თავი წველმა რომ მოიგე ადრე შევიდა მწველის შეყვა ოიცე შენ რას ამბობ იცი არ უნდა შეყვა წითელზე რო იდგეთ ეხა მანქანები და მე რო წავიდე ეხა წითელზე შენ რო გამომყვე შენ არ უნდა შენ არ მოგივიდეს გამოგეკიდე რომ რაღაც არ დამართონდა ხო შენ გამომეკიდე თუ არ დაგაჩარებენ ნახო წველი შეყვა ცუდად ხო არ ხარ ხო წველია თამაშს ვიაცილებ შეაცილე გავარდაიგეს გაყვა რა ეს შენ იცი როგორ ყვები ინსტინქტურად შენ ვიმინეს ონტოჟე ხოჩი ტუალეტსა და შენ რა კი ვარცა ხო ეგრეა შეყვა იმა შეიყოლია მოატყუა ისე მაგაზე ადრე დამაჯერე გვერდზე მედგა მანქანა წითელზე ვგავართ რა რავი რატო წავიდა გავყევი ხო თან გაიუქინეთ რომ დამაჯერე გოვზარდით ის შეკრული იყო ხო რა ვიცი ავტომატურად გავყევი და კიდე გაახრამე მაშინ იცი რა დროში ვიწვევით ეხა ისე და თვითონ 2 საათი ვარ და ამირან შაიშმელაშვილი ჩვენი კოლეგა იყო ესპანეთში ეხა სპეციალურ გადაცემასაც გააკეთებს დიც რომელშიც ბევრი ძალიან საინტერესო ამბავი ელის გულშემატკივარს და მაყურებელს და ეხლა დღეს დაგიტოვებთ დიდი მადლობა ჩვენს სტუმრებს მონაწილეობისთვის გადაცემაში და დღეს დაგიტოვებთ 8 წუთიან ინტერვიუს რომელიც მან ჩაწერა გიორგი მიხაუტაძესთან და ვფიქრობ რომ საინტერესო იქნება ეს ყველაფერი და ამის უფრო ვრცელ ვერსიას და ყველაფერი იმ თავგადასავალს რომელიც მას გადახდა ვალენსიაში და ნუ ვილიარეალის მაჩზე იყო ის ჩასული ამას უკვე სპეციალური გადაცემიდანაც დღეს კი კიდევ ერთხელ მადლობა ჩვენ სტუმრებს მე მგონი საინტერესო თქვენ მადლობა პირიქით ამ ბედნიერებისთვის რასაც გვია თქვენთან სტუმრად მოსვლა სხვა სტუმრებთან ერთად ჩვენ შემდეგ პარასკევს დაგიბრუნდებით წარმატებებს გისურვებთ ნახვამდის Con el 30 o sea, el 24 Daniel Lugani y 25 Joao Mario. გამარჯობა გიორგი ჟორჟ მადლობა ინტერვიუსთვის მადლობა შეხვედრისთვის პირველ რიგში გილოცავ ტრანსფერს ვილიარეალში ამის შემდეგ პირველად ხვდებით ერთმანეთს გილოცავ კარგ დასაწყის გატანილ გოლებს და ახალი წლის ჩვენი ერთდაწყებას უკვე მოახერხე გოლების გატანა ძალიან ლამაზი გოლების გატანა მოდი გითხარი პირველ რიგში როგორ დაიწყო შენთვის ვილიარეალში ადაპტაციის პერიოდი გადმოხვედი ახალ გუნდში ახალ ენასთან უგიწია შეხება ახალ ქვეყანასთან და რა განსხვავებები იყო ძირითადად საფრანგეთის შემდეგ ვილიარეალში გადასვლას დიდი მადლობა რაც საფრანგეთში არ არის და ესპანეთში არის რო ღია ფეხბურთი არის მაგრამ ფეხბურთი ყველგან ერთი და იგივე არის მე ადაპტაციაზე ცოტა ხანი კი მომიწია იმიტომ რომ ახალ გუნდში გადადიხარ ახალი მოთამაშეებთან ძალიან არ გჭირდებაო რომ ირბინო უფრო კარგ პოზიციაზე იყავიო რომ ბურთი რომ ავიღოთო რომ კარგ ადგილზე იდიეო რომ მოგივიდეს ბურთი ეგრევე წინ წავიდეთო მაგაზე მითხრა რომ ეგ უნდა შემესწორებინა და მგონია რომ კარგად ვასწორებ და ნელ-ნელა კარგად ვიგებ მაგ
კი ბატონო. გაგება კომუნიკაცია საჭირო მოედანზეც თანაგუნდელებთანაც ესპანური ენის სწავლა როგორც ვიცი დაიწყე და თუ გაქვს წინსვლა ამ ხრივ. კი, მაგ ცოტა მესმის კარგად. არ ვლაპარაკობ კარგად ჯერ, მაგრამ მეცადინიობ და მალე კი ვილაპარაკებ ესპანურად. კი ბატონო. გიორგი მამარდაშვილი და გიორგი ქოჩორაშვილი თამაშობდნენ ამ რეგიონში, ვალენსიაში, ლევანტესში, სანამ წამოხვიდე ვილიაოში, თუ გქონდა მათთან საუბარი თუ კითხე, ზოგადად ამ რეგიონის აქაური ფეხბურთის დეტალების შესახებ და რა გითხეს? კი, ვკითხე. ადრეც ვიცოდი, რომ ესპანეთი მაგარი ჩემპიონატი იყო. და პატარაობიდან მინდოდა თამაში. მითხეს, რომ ვალენსია, იმიტომ რომ იქ ვცხოვრობ, ძალიან ლამაზი ქალაქი არის და კარგი ქალაქი და სულ კარგი ამინდები არისო და მე ფეხბურთის მხრივ ძალიან დიდი არაფერი ვიცოდი როგორ იყო ეს ჩემპიონატი და მინდოდა აქ თამაში. კი ბატონო. ჩემპიონთა ლიგაზეც თამაშობს შენი გუნდი და ლა ლიგაშიც ოღონდ ძალიან დიდია განსხვავება. ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო ხარ, იბრძვით ისევ ჩემპიონობისთვის, ჩემპიონთა ლიგაზე უკვე შანსები აღარ არის გასვლის. როგორ ახსნი ამას და როგორი სეზონი გამოვიდა ეს პირველი ნახევარი, რატომ მოხდა რომ აქ ყველაზე მაღალ პოზიციებზე ხარ და იქ ყველაზე დაბალ პოზიციებზე? ვთქვათ, რომ ჩემპიონთა ლიგა უფრო ძლიერი გუნდები არიან. როგორ გითხრა, რომ ლიგაში კი კარგად მივდივართ, ჩემპიონთა ლიგაზე უკვე გავარდნილები ვართ და წინს, იმიტომ რომ გვინდოდა რომ უფრო კარგად ჩაგვეტარებინა ეგ ჩემპიონატი. მაგრამ ეგრე არის, ვიცით, ძნელი არის ფეხბურთი და ადვილი არ არის, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მომავალ სეზონში კიდე ვითამაშოთ. შენთვის პირველი გოლიც გამოვიდა წელს ჩემპიონთა ლიგაზე იუვენტუსთან, როგორი ემოცია იყო? ალბათ ბავშვობიდან ველოდებოდი ამ ტურნირზე თამაშს და მე უკვე გოლის გატანა. კი, როგორც თქვი, პირველად ვთამაშობდი ჩემპიონთა ლიგის თამაშს და ძალიან გახარებული და პატარაობიდან მინდოდა მაგ ჩემპიონთა ლიგაზე თამაში და გატანა გოლი. რაც გადმოხვედი ვილიაელში, ძალიან ბევრი კონკურენტია შეტოვის ხაზში. როგორ ახერხებ ამ კონკურენციაში თავის წარმოჩენას, ერთად შემადგენლობისთვის ბრძოლას და რა სწავლობ შენი კონკურენტებისგან? იგივე მორენო ძალიან გამოცდილია, აიოზე პერესი და რა არის ის, რაც ერთის მხრივ გეხმარება რომ ამ კონკურენციაში გაიმარჯვო და მეორეს მხრივ სწავლობ ამ შენი თანაგუნდელების და ასე ვთქვათ კონკურენტებისგან შეტევაში. ვთქვათ, რომ ერთმანეთს ვეხმარებით უყურა, არ არის ცუდი კონკურენტია. სულ ყველა კარგად ვართ ერთად და ვცდილობ რომ თამაში რომ ექნება დრო ბოდიში და ვარჯიშებზეც ვაჩვენო მარსელინოს რომ შემიძლია თამაში და რომ დამაყენოს ძირითადში. კარგი და ბოლოს მოდი ჩვენს ნაკრებზეც ვილაპარაკოთ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ რაღაც წვერვალზე ვიყავით, ჩეხეთთან საოცარი თამაში ჩავატარეთ და შარშანდელ წელს სამწუხაროდ განცდად გამთავრდა ჩვენთვის შესარჩევი მოვლენები. ახალი წლისთვის, რომელიც უკვე დაიწყო, შენთვის ძალიან კარგად გოლებით და კარგი თამაშებით. როგორ იმზადები ამ ახალი წლისთვის? რა არის სანაკრებო თავარი გამოწვევა და როგორ ფიქრობ, როგორ ვითამაშებთ წლევანდელ წელს და რამდენად შევცვლით იმ ყველაფერს, რაც სამწუხაროდ შემოდგომაზე ვნახეთ? ვიცით, რომ ძნელია ევროპის ჩემპიონატის მერე ვთქვათ, რომ რამდენად მაღლა ავიწიეთ ჩვენ და ავწიეთ ჩვენი სახელი საქართველოსი. ჩავარდნა ქონდა და ვიცით ყველანი მოთამაშეები, ტრენერი და ყველანი ნაკრებში, რომ ეგ ჩვენი მაქსიმუმი არ არის, ხო შეგვიძლია უფრო მეტი. კი. და ეხლა ახალი წლისთვის დავიწყებ და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ისევ ამბიციები მაღალ მაქსიმუმზე ავიწიოთ და ყველაფერი ვქნათ, რომ გავახაროთ ისევ საქართველოს.